ყურადღების ფსიქოლოგია. დიმიტრი უზნაძე. ყურადღების ფსიქოლოგია. ყურადღება. პირველი. რა არის ყურადღება? რა არის ყურადღება? რას გულისხმობთ, როდესაც ყურადღების შესახებ ვლაპარაკობთ? ავიღოთ მაგალითი. თქვათ, აუდიტორიაში რამდენიმე ათეული სტუდენტია და პროფესორი ლექციას კითხულობს. გარემო ამ შემთხვევაში ობიექტურად ყველას ერთნაირი აქვს. გარედან ყველაზე დაახლოებით ერთი და იგივე გამღიზიანებლები მოქმედებენ. ისმის ლექტორის ხმა, ეზოში ვიღაც მღერის, იქვე მუშები ფიცრებს ხერხავენ. ასეთია სმენითი გამღიზიანებლები, კიდევ მეტია მხედველობითი გამღიზიანებლების რიცხვი, თითოეული სუბიექტის წინაშე სხვადასხვა ფორმისა და ფერის საგანთა დიდი რაოდენობა. დაფა, კათედრა, კედელი, იქვე ნათურა, თვითონ ლექტორი, მისი სათვალეები, სინათლე აუდიტორიაში, მაგიდაზე რვეული, ხელში ფანქარი, გვერდით და წინამხანაკები, თითქმის ასევე უთვალავია სხვა მოდალობის გამღიზიანებლების რიცხვიც. შეხებითის, კინესთეტურის, ერთი სიტყვით გარემო გაღიზიანებათა უთვალავ რაოდენობას შეიცავს და აუდიტორიაში ყველა ამ გარემოსთან იმყოფება ურთიერთობაში. ნახოთ როგორია თითოეული სუბიექტის ცნობიერების შინაარსი, ცნობიერების, რომელიც სწორედ ამ გარემოს ასახვას უნდა წარმოადგენდეს. პირველი, რაც ამ შემთხვევაში იპყრობს ჩვენს ყურადღებას, ეს ისაა, რომ ჩვენ ერთ პირსაც ვერ ვნახავთ ისეთს, რომ ყველა ამ გამღიზიანებლის შესატყვისი განცდები გქონდეს და მასზე მოქმედ გარემოს უკლებლივ ასახავდეს. გითხრეთ თითოეულს, რა ხმა ისმოდა ეზოდან, რას მღეროდნენ სტუდენტები, რა ფერის ჰალსტუხი ჰქონდა ლექტორს, დაფაზე რა ეწერა. და თქვენ დაინახავთ, რომ ჩვეულებრივ როგორც წესი, ასეთ კითხვებზე პასუხს ვერავინ მოგცემთ. დიდი უმრავლესობა მხოლოდ იმას აღნიშნავს, თუ ლექტორი რაზე ლაპარაკობდა. რაც შეეხება სხვა გამღიზიანებლებს, ზოგზე აბსოლუტურად ვერაფერს იტყვის, ხოლო ზოგის შესახებ შეიძლება ასე თქვას, რაღაც კი ისმოდა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევიაო. ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ უამრავი გამღიზიანებლიდან, რომელიც ადამიანზე მოქმედებს, ცნობიერებაში მხოლოდ განსაზღვრული რიცხვი პოულობს თავის ანარეკლს. მას შესაბამისად, ჩვენი ცნობიერება ყოველს მონაცემ მომენტში ჩვენზე მოქმედი სინამდვილის მხოლოდ სრულიად განსაზღვრულს მონაკვეთს ასახავს. შთაბეჭდილება ისეთია, თითქოს მისი არე ვიწრო იყოს და ყველაფერს, რაც ჩვენზე მოქმედებს, ვერ იტევდეს. ეს გარემოება ჯერ კიდევ ჰერბერტმა აღნიშნა და მას შემდეგ იგი ცნობიერების სივიწროვის სახელწოდებითაა ცნობილი. მეორე, რაც ჩვენი მაგალითიდან ჩანს, ეს ისაა, რომ სინამდვილის ის მცირე მონაკვეთიც კი, რომელიც ცნობიერებაშია ასახული, ერთნაირი სიცხადით არ განიცდება. რას ამბობდა ლექტორი, ეს ნათლად აქვს სუბიექტს წარმოდგენილი, მაგრამ რაც შეეხება მაგალითად სიმღერას, ამის შესახებ მას მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ რაღაც სიმღერა მართლა ისმოდა, ხოლო რა სიმღერა, ამას ვერ გეტყვით. სამაგიეროდ, უკეთეს ცნობებს იძლევა იგი ლექტორის შესახებ, ის ნამდვილად ხედავდა მას, მისი ხმის შესახებ, მას მშვენივრად ესმოდა ეს ხმა. იმის შესახებ, რომ ლექტორმა დაფაზე ფორმულა დაწერა. მას შესაბამისად, ცნობიერების ცენტრში მოქცეულია ერთი რომელიმე განცდა, რომელიც მაქსიმალური სინათლით ხასიათდება. დანარჩენი განცდები მის ირგვლივ არიან განაწილებული და მით უფრო მეტი სინათლე აქვთ, რაც უფრო ახლოდ განან მასთან. მაგრამ ასეთ სურათს მხოლოდ ისეთი სუბიექტების ცნობიერება იძლევა, რომელთა აქტივობაც ლექციის მოსმენაში მდგომარეობდა. მაგრამ ვთქვათ, აუდიტორიაში ისეთი პირებიცაა, რომელთაც თუნდ დროებით, მაგრამ მაინც სხვა მიზანდასახულობა აქვთ. მაგალითად, ერთ-ერთს თავისი მუდმივი კალამი გაფუჭებია. იგი ნაწილებად შლის მას და ფრთხილად ასწორებს. რა უნდა ითქვას მისი ცნობიერების შინაარსის შესახებ, იგივე რაც სხვების შესახებ. აქაც სინამდვილის სულ მცირე მონაკვეთი განიცდება ნათლად და მკაფიოდ. ან ამ მცირე მონაკვეთის განცდას უკავია ცენტრალური ადგილი და მთელი ცნობიერების შინაარსი მის ირგვლივაა თავმოყრილი. რაც მას არ ეხება, ის ცნობიერებაში ადგილს ვერ პოულობს, რაც ახლოსაა, განსაკუთრებით ნათლად განიცდება, რაც შორს უფრო ბუნდოვნად. ერთი სიტყვით, ცნობიერების აღანაგობა სტრუქტურა აქაც ისეთია, როგორც სხვა შემთხვევაში. მაგრამ განსხვავებაც დიდია და ეს განსხვავება შინაარსს ეხება. აქ ცენტრალური ადგილი ცნობიერებაში ლექციის შინაარსს კი არა, იმ მანიპულაციებს, იმ მოტორულ აქტებს უკავია, რომელსაც სუბიექტი თავისი მიზნის მისაღწევად კალმისტრის მექანიზმის გასასწორებლად მიმართავს. დანარჩენი მისთვის თითქოს აღარაფერი არ არსებობს. სანამ იგი თავის საქმეშია გართული, მას აღარც ლექტორის ხმა ესმის, არც გარედან სიმღერისა და არც სხვა რამე. ანალოგიურ მდგომარეობაში შესაძლოა სხვაებიც იყვნენ. მაგალითად, ერთ-ერთი ძალიან ცდილობს უსმინოს ლექციას, მაგრამ ვერ ახერხებს. მას თავში უტრიალებს ის ამოცანა, რომელიც აგერ მეორე დღეა ვერ გადაუჭრია. აი თითქოს სწორედ ეხლა მონახა სწორი გზა. ამ პირის ცნობიერებაში რომ ჩაიხედოთ, ნახავთ, რომ აქ ნათელ შინაარსს მხოლოდ ამოცანის შესახები აზრები წარმოადგენენ. რაც შეეხება ყველაფერს დანარჩენს, ეს თითქოს მთლიანად მისი ცნობიერების ფარგლებს გარეთ რჩება. ყველა ასეთ შემთხვევაში ჩვენ ყურადღების შესახებ ვლაპარაკობთ.
რაც ჩვენი ცნობიერების ცენტრშია მოთავსებული და რაც ნათლად განიცდება. ეს სწორედ ისაა, რასაც ყურადღებას ვაქცევთ. ხოლო რაც ობიექტურად არსებობს, მაგრამ ჩვენი ყურადღების საგანი არ გამხდარა, იგი ჩვენი ნათელი ცნობიერების ფარგლებს გარეთ რჩება. ამრიგად, ყურადღების პროცესის დამახასიათებელი მოვლენები შემდეგია: სინამდვილის რომელიმე მონაკვეთის ნათელი განცდა, მისი გადაკეთება ცნობიერების გაბატონებულ შინაარსად, დანარჩენი შინაარსების მასთან დაკავშირებით განცდა. ადამიანის ენერგიას მხოლოდ განსაზღვრული მიმართულებით შეუძლია იმოქმედოს და ყურადღების მდგომარეობა, ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ჩვენი ენერგიის მობილიზაცია ამ გარკვეული მიმართულებით ხდება. ყურადღება როგორც აქტი. აქედან ნათელია, რომ ყურადღების დახასიათება, როგორც ფსიქიკური შინაარსის მდგომარეობისა, უმართებელია. ტიჩენერი, ებინგჰაუსი და ზოგიერთი სხვა ფსიქოლოგიც ყურადღებაში ჩვენი ცნობიერების შინაარსის თავისებურ მდგომარეობას სჭრედნენ. ყურადღება ამ შინაარსის სინათლისა და სიცხადის ხარისხს წარმოადგენს, მეტს არაფერს ამბობდნენ ისინი. სუბიექტი ამ შემთხვევაში სრულიად განზე იყო დატოვებული, ნამდვილად კი ყურადღების განცდაში უეჭველად სუბიექტის მონაწილეობაც იგულისხმება. ცნობიერების შინაარსის სინათლისა და სიცხადის ნიშნები განიცდება როგორც მეორადი მოვლენები, რომელიც სუბიექტის წყალობითა და სუბიექტის თვის არსებობს. ყურადღებათა შინაარსი კი არაა, იგი აქტია, რომელსაც სუბიექტი ასრულებს. რაც ეკურველია, იგი ყოველთვის გარკვეული შინაარსის სახით იჩენს ხოლმე თავს და შინაარსის გარეშე მისი დახასიათება შეუძლებელია. მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ იგი შინაარსის გარკვეული ნიშნების მეტს არაფერს წარმოადგენს, არამედ იმას, რომ არსებობს სუბიექტიდან მედან მომდინარე ძალა, რომლის დინამიკაც ფსიქიკური შინაარსის გარკვეულ ცვლილებებს იწვევს. იმ ცვლილებებს, რომელიც ამ მეს ამ სუბიექტის მიზნებისთვისაა საჭირო. სინამდვილის ამა თუ იმ მონაკვეთის ნათელი განცდა სუბიექტს ხომ იმისთვის სჭირია, რომ თავისი აქტიობა უფრო მიზანშეწონილად წარმართოს. აქედან გასაგებია, რომ ყურადღების შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ მიზანდასახულობას, მიზნის ცნობიერებას აქვს. ამის მიხედვით, ყურადღება ჩვენი ცნობიერების რომელიმე შინაარსის მდგომარეობა კი არაა. არა, იგი სუბიექტის აქტია, რომელიც ქცევასთანაა არსებითად დაკავშირებული და მისი ნაყოფიერების წინასწარ პირობას წარმოადგენს. ამის შემდეგ გასაგები ხდება, რომ ყურადღებას არჩევითი ხასიათი აქვს. გარე სინამდვილის მრავალფეროვანი გაღიზიანებათაგან ცნობიერებისკენ მხოლოდ ზოგიერთი იკვლევს გზას და ამიტომაა, რომ თლად და მკაფიოდ ამ სინამდვილის მხოლოდ გარკვეული მონაკვეთი განიცდება, მაშინ როდესაც დანარჩენი სიბნელეში რჩება. გასაგები ხდება ისიც, რომ სუბიექტის ცნობიერებაში მხოლოდ ის პოულობს თავის ასახვას, რაც მთლიანობაში ერთიანდება. წარმოდგენები, აზრები, მოქმედებები ერთ მთლიან სისტემას ქმნიან და ყურადღების შინაარსში მხოლოდ ამ სახით შედიან. მესამე, ყურადღების სახეები. იმის და მიხედვით, თუ რა აქტიობასთან გვაქვს საქმე, შეიძლება კაცმა ყურადღების გამოვლენის სამი სახეობა გაარჩიოს: გრძნობადი სენსორული ყურადღება, მოტორული ყურადღება და ინტელექტუალური ყურადღება. პირველი, სენსორული ყურადღება, როდესაც ადამიანს ჭვრეტის აქტები აინტერესებს, ვთქვათ სიმღერას ისმენს ან კინოფილმს ჭვრეტს, მაშინ მისი მიზანი პირველ რიგში ისაა, რომ რაც შეიძლება ნათელი სენსორული განცდები მიიღოს. ამიტომაც მისი ენერგიის მობილიზაცია სწორედ ამ მიმართულებით წარმოებს. ეს პირველ რიგში სხეულებრივ პროცესში იჩენს თავს. გარედან მომდინარე აღსაქმელი გამღიზიანებელი თვითონ იწვევს ორგანიზმში რეფლექტორულად გარკვეულ რეაქციას, რომელიც აღქმის მიღებას აადვილებს. მაგალითად, როდესაც სინათლის სხივი ბადურას პერიფერიულ ნაწილს ხვდება, თვალი იმ წამსვე თვითონ მიტრიალდება ისე, რომ სხივი საუკეთესო მხედველობის არეში მოხვდეს. როდესაც საიდანმე რაიმე ბგერა ისმის, ჩვენ იმ წამსვე რეფლექტორულად თავს იქეთ მივატრიალებთ, საიდანაც ხმა მოდის. ერთი სიტყვით, გამღიზიანებელი თვითონ იწვევს რეფლექტორულად სწორედ ისეთ სხეულებრივ ცვლილებებს, რომელიც ნათელი აღქმისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. რეფლექსოლოგიის თვალსაზრისით, ყურადღება ამ რეფლექსური პროცესების, ამ სხეულის აღსაქმელად მოწყობის მეტს არაფერს წარმოადგენს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ შემთხვევაში სენსორული ყურადღების მხოლოდ ერთ-ერთს მნიშვნელოვან პირობასთან გვაქვს საქმე და არა თვითონ ყურადღებასთან საზოგადოდ. ბიულერმა სამართლიანად მიუთითა, რომ ოპტიკურად სურათი შეიძლება მაქსიმალურად ნათელი იყოს, მაგრამ ბევრს მის მომენტს ყურადღებას ვერ ვაქცევდეთ. გარდა პერიფერიული პროცესებისა, ყურადღება ცენტრალურ პროცესებსაც გულისხმობს. მეორე, მოტორული ყურადღება იმის და მიხედვით, თუ რისი მოძრაობა შეადგენს მის საგანს, სხვადასხვაგვარია. როდესაც ადამიანი ცეკვავს, მისი ცნობიერების შინაარსი ფეხებისა და სხეულის სათანადო მოძრაობაზეა კონცენტრირებული. კიდევ უფრო ნათლად ჩანს მოტორული ყურადღების თავისებურება სპორტული შეჯიბრებების სხვადასხვა შემთხვევაში. მაგალითად, ფეხბურთის თამაშში ან და კიდევ სწრაფ რბენაში ყურადღება მაქსიმალურადაა დაძაბული და წარმატება აქ ზოგჯერ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შესძლებს სპორტსმენი თავისი ყურადღების ხანგრძლივად ასეთ დაძაბულ მდგომარეობაში შენარჩუნებას.
რასაკვირველია, სხეულის სათანადოდ მომართვას აქ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სენსორული ყურადღების შემთხვევაში. შეიძლება ითქვას, რომ მთელი შეჯიბრების პროცესი არა მარტო სხეულის სათანადო ნაწილის, ვთქვათ, ფეხების მუსკულატურის სათანადო წარმართვაში მიმდინარეობს, არამედ ამასთან ერთად მთელი სხეულის მუსკულატურის შესატყვის რეგულაციაშიც. სხეულის მომართვის როლი მოტორული ყურადღების პროცესში განსაკუთრებით თვალსაჩინოდ მოსამზადებელ მომენტში ჩანს. იმ მომენტში, როდესაც მაგალითად სწრაფ მრბენალნი შეჯიბრების დაწყების სიგნალს ელოდებიან, რათა ნიშნის მოცემასთან ერთად მყის ადგილს მოსწყდნენ. აქ მთელი მათი ორგანიზმი თავისებურს დაძაბულ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა ჯერ კიდევ უძრავად ერთ ადგილზე დგანან. უეჭველია, მოტორული ყურადღება დიდ როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში და რაც უფრო დაბალ საფეხურს ავიღებთ განვითარებისას, მით უფრო დიდია ეს როლი. მიუხედავად ამისა, მოტორული ყურადღების შესახებ მხოლოდ შედარებით ახალ ხანაში დაიწყეს ლაპარაკი. ტრადიციული კლასიკური ფსიქოლოგია უფრო სენსორული ყურადღებით იყო დაინტერესებული და საზოგადოდ ყურადღების იმ ფორმებით, რომელიც ადამიანის სტატიკური მდგომარეობისთვის უფროა დამახასიათებელი ვიდრე დინამიკურისთვის. მეოთხე, ინტელექტუალური ყურადღება. ვთქვათ, ვისმე სანამ მოქმედებას დაიწყებდეს, წინასწარ რაიმე ამოცანა აქვს გადასაწყვეტი. მაგალითად, მან ჯერ კიდევ არ იცის, როგორ სჯობს მონაცემ სიტუაციაში მოქმედება. ასეთ შემთხვევაში მისი ყურადღება მოქმედებისკენ კი არა, სხვა მხრივ წარიმართება. იგი სხვადასხვა მოსაზრებას გაითვალისწინებს ამა თუ იმ შესაძლო მოქმედების სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ და შეიძლება ეს პროცესი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს, სანამ სუბიექტი მოქმედების ერთ-ერთ გზას აირჩევდეს. კაცობრიობის განვითარების ისტორიაში მოქმედების ეს წინასწარი პერიოდი თანდათანობით რთულდებოდა და ბოლოს იგი გონებრივი შრომის სახით ქცევის ცალკე დამოუკიდებელ ფორმად იქცა. ინტელექტუალური ყურადღება ადამიანის კულტურულ მონაპოვარს წარმოადგენს. იგი იმას კი არ ეხება, რაც აქტუალურადაა მოცემული. აქტუალურ გამღიზიანებლებს ან აქტუალურ მოძრაობებს, არა. იგი იმას ეხება, რაც მხოლოდ აზრად ან საზოგადოდ წარმოდგენად შეიძლება ჰქონდეს ადამიანს. სხეული, რომ აქაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ეს იმ სპეციფიკური მდგომარეობიდან ჩანს, რომელშიც იგი ღრმა აზროვნების დროს იმყოფება. ჯემსის დაკვირვებით, ამ შემთხვევებში სხეული სწორედ იმ გამართულობის საწინააღმდეგო სურათს იძლევა, რომელსაც იგი სენსორული ყურადღების შემთხვევაში ღებულობს. ყურადღების თვისებები. თუ ყურადღება ცნობიერების შინაარსის სინათლესა და სიცხადეში იჩენს თავს, მაშინ უეჭველია მას ინტენსიობის საფეხურებიც ექნება, რომლის მიხედვითაც ცნობიერების შინაარსის სინათლისა და სიცხადის დონე იცვლება. გარდა ამისა, ყურადღებას განსაზღვრული მოცულობა აქვს, ესე იგი, შინაარსის მეტნაკლები რაოდენობა, რომელზეც იგი ვრცელდება. დასასრულ ყურადღებას შეიძლება უფრო ხანგრძლივი ან ნაკლებ ხანგრძლივი მოქმედების უნარი ჰქონდეს. მაშასადამე მას ტემპორალური თვისებებიც აქვს, კონსტანტობა და ლაბილობა, სწრაფი შეგუებადობა და ნელი. განვიხილოთ თვითეული ეს თვისება ცალკე. პირველი, ყურადღების ინტენსიობის საკითხი. ყურადღების ინტენსიობა არა მარტო სხვადასხვა ადამიანს აქვს სხვადასხვანაირი, არამედ ერთს და იმავე პირსაც განსხვავებული აქვს და თავისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში და პირობებში. ჩვენი აზრები და წარმოდგენები ხან არაჩვეულებრივ თვალსაჩინო სიცხადით ხასიათდებიან, ხან კიდევ საკმაოდ დიდი გაურკვევლობითა და ბუნდოვანობით. ერთი სიტყვით, ჩვენი ცნობიერების დონეს ყოველთვის ერთგვარი მერყეობა ახასიათებს, რომელიც ნორმალურ ფარგლებში ყურადღების მერყეობად შეიძლება ჩაითვალოს. მასზე შემდეგი ფაქტორები ახდენენ გავლენას. პირველი, ემოციური განცდები. საშუალო ინტენსიობის აგზნებითი შინაარსის ემოცია, მაგალითად, სიხარული, ხელს უწყობს ყურადღების ინტენსიობას, ხოლო საწინააღმდეგო შინაარსის განცდა ხელს უშლის და აქვეითებს მას. მეორე, გონებრივი დაღლილობა აქვეითებს ყურადღების აქტიობის დონეს. ჩვენი რეაქციები ნელდება და სიზუსტეს კარგავს. სენსორული კოორდინაციები ქვეითდება, გრძნობათა ორგანოების გრძნობიერება სუსტდება, გონებრივი მუშაობა ნაკლებ პროდუქტიული ხდება. მესამე, კვებასა და სხვადასხვა ფარმაკოლოგიური ნივთიერებას სხვადასხვანაირი გავლენა აქვს აქტიობის სხვადასხვა ფორმაზე. მეოთხე, გარე პირობების, მაგალითად სეზონის ადგილმდებარეობისა და სხვათა გავლენა ჩვენი აქტიობის ნაყოფიერებაზე ყოველ ეჭვს გარეშეა. მეხუთე, გავლენა აქვს აგრეთვე დღეღამის სხვადასხვა პერიოდს. ზოგიერთისთვის ყურადღების მუშაობა განსაკუთრებით დილით არის ინტენსიური, ზოგისთვის საღამოს, ზოგისთვის მაქსიმალურ დონეს იგი დღის შუაგულს აღწევს, ზოგისთვის მხოლოდ შუაღამისთვის. მეორე, ყურადღების მოცულობა, სენსორული ყურადღების მოცულობა. ცნობიერების სივიწროვის გამო ადამიანის ყურადღება მოვლენათა თუ ობიექტთა მხოლოდ განსაზღვრულ რაოდენობას ეხება. მაშასადამე, იგი იძულებულია გარემოს უთვალავ გამღიზიანებელთა შორის მხოლოდ ზოგიერთი შეარჩიოს. ბუნებრივად იბადება კითხვა, როგორია ადამიანის ყურადღების მოცულობა, რამდენი შთაბეჭდილება შეიძლება თანაბარი სინათლით განვიცადოთ ერთდროულად, მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებში.
ამ საკითხის შესასწავლად არაერთი ცდა ყოფილა დაყენებული პირველ რიგში სენსორული ყურადღების მოცულობის გამოსარკვევად. ამ მიზნისთვის ჩვეულებრივ ტაკისტოსკოპს იყენებენ. აპარატს, რომელსაც ის უპირატესობა აქვს, რომ ოპტიკურ შთაბეჭდილებათა მომენტური მიწოდება შეუძლია. სხვადასხვა გამოკვლევათა შედეგად აღმოჩნდა, რომ ადამიანს ერთდროულად 6 მარტივი შთაბეჭდილების გარჩევა შეუძლია. მაგალითად, 6 წერტილის, 6 ასოსი ან ციფრის. ხოლო როდესაც 6-ზე მეტი ელემენტია, მაშინ ვიბნევით და რამდენია ვერ ვარჩევთ. შემდგომი ცდებიდან გამოირკვა, რომ ელემენტების რაოდენობას მნიშვნელობა არ ჰქონია. როდესაც ცდის პირს აწოდებენ რთულ ერთეულს, რომელიც რამოდენიმე ელემენტს შეიცავს, იგი აქაც 6 ერთეულს ამჩნევს. მაგალითად, 4-4 ან 6-6 წერტილი რომ ისე გავანაწილოთ, რომ რაიმე ერთეულს წარმოადგენდეს, მაგალითად 4 კუთხეც, ცდის პირი 6 ასეთ ფიგურას გაარჩევს. მაშინ სადამე ის 6 წერტილს კი არა შეუდარებლად მეტს 6x6 შეამჩნევს. ცალკე სიტყვებს მიაწოდებთ ცდის პირს თუ ცალკე ასოებს, სულ ერთია. მისი ყურადღების მოცულობა ორივე შემთხვევაში 6 ერთეულით განისაზღვრება, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვების შემთხვევაში ასოების რიცხვი გაცილებით მეტია, უნტის მიხედვით 3-ჯერ მეტი, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც ცდის პირს ცალკე შეუკავშირებელ ასოებს ვაწოდებთ. აქედან ნათელია, რომ წინანდელი ფსიქოლოგიის რწმენა, რომლის მიხედვითაც ყველაფერი ელემენტებზეა დამოკიდებული, ეგრეთ წოდებულ ელემენტების ფსიქოლოგიის რწმენა შემცდარია. ჩვენს ყურადღებას ელემენტები კი არ აინტერესებს, არამედ მთლიანი გეშტალტები, ესე იგი ის, რასაც სუბიექტისთვის რაიმე აზრი შეიძლება ჰქონდეს, იმიტომ რომ იგი ქცევასთანაა დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ ამ 6-ოდე ერთეულის გვერდით სხვა ელემენტების შემჩნევაც ხდება, მაგრამ ძალიან ბუნდოვნად. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცნობიერების სტრუქტურა ყურადღების მუშაობის შემთხვევაში სწორედ ასეთია. არსებობს განსაკუთრებით ნათელი შინაარსი და მის გვერდით ნაკლებ ნათელი იმის და მიხედვით, თუ რამდენად ახლოს დგას იგი ცნობიერების გაბატონებულ შინაარსთან. Westphal-ის გამოკვლევის მიხედვით არსებობს ცნობიერების რამდენიმე საფეხური, რომელიც საკმაოდ მკვეთრად განსხვავდება ურთიერთისგან. განსაკუთრებით საყურადღებოა 3 საფეხური. პირველი, უბრალო მოცემულობის საფეხური იმაში მდგომარეობს, რომ მაგალითად, ცდის პირი ფიგურის ფორმას ამჩნევს, ხოლო ფერს ვერა. თუმცა იცის, რომ ფიგურას ფერიც აქვს, მაშინ სადამე ცნობიერების შინაარსს ფერის მოცემულობა შეადგენს და არა მისი რაგვარობა. მეორე საფეხურის შემჩნევის საფეხურია. ესე იგი, სუბიექტი რაიმე თვალსაზრისით აღიქვამს ამ ფიგურას, თქვათ ფორმის თვალსაზრისით. დასასრულ როდესაც შემჩნეულის ფიქსაცია ხდება სიტყვის საშუალებით, მაგალითად ვამბობთ სამკუთხედი მაშინ უკვე. მესამე, კონსტატაციის, ანუ დადასტურების საფეხური გვაქვს. სენსორული ყურადღების მოცულობის კვლევისას აღმოჩნდა, რომ ცნობიერების ასეთი საფეხურები უეჭველად არსებობს. მესამე, ყურადღების განაწილების საკითხი. სენსორული ყურადღების მოცულობის საკითხს ჩვენს ხანაში აქტუალური ინტერესი აღარ აქვს. თუ წინათ ვუნდტის დროს სენსორული ყურადღების მოცულობის შესახებ გამოკვლევათა დიდი რიცხვი ქვეყნდებოდა, ეხლა მდგომარეობა შეიცვალა. მაგრამ თუ ყურადღების მოცულობის პრობლემა დღესაც წარმოადგენს ზოგჯერ ინტერესს, ეს სულ სხვა მიზეზის გამო ხდება, ვიდრე წინათ. დღეს უფრო პრაქტიკული ხასიათის საკითხი დგას ფსიქოლოგთა წინაშე. ადამიანი სხვადასხვა ოპერაციას ასრულებს, მაგრამ ცნობილია, რომ რაც უფრო მეტია ოპერაციების რიცხვი, რომელთაც ჩვენ ერთდროულად მიმართავთ, მით უფრო ნაკლები ყურადღება ექცევა თითოეულ მათგანს. მაშინ სადამე შეიძლება ასე დადგეს საკითხი, ხომ არ არსებობს ისეთი ოპერაციები, რომელთა ერთად შესრულება შედარებით ადვილია და ისეთი ოპერაციები, რომელთა შესრულება მხოლოდ ცალ-ცალკე შეიძლება? ამ საკითხს განსაკუთრებით პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს დიდი. არსებობს მთელი რიგი პროფესიებისა, რომელნიც სხვადასხვა ოპერაციის ერთდროულ შესრულებას გულისხმობენ. იმისთვის, რომ ამ პროფესიების რაციონალური ორგანიზაცია მოხდეს, რასაკვირველია, დიდი მნიშვნელობა ექნებოდა იმის ცოდნას, თუ რა ოპერაციები შეიძლება წარმატებით სრულდებოდეს ერთდროულად და რა ოპერაციები უნდა ჩამოშორდნენ ურთიერთს. ამრიგად, ჩვენს წინაშე ყურადღების კონცენტრაციისა და დისტრიბუციის საკითხი დგება, მაგრამ არა ცალკეული სენსორული ელემენტების, არამედ მთლიანი ოპერაციების მიმართ. უკვე დიდი ხანია შენიშნულია, რომ ყურადღების ეს ორი გამოვლენის ფორმა, მისი კონცენტრაცია ერთის მხრივ და დისტრიბუცია, ესე იგი სხვადასხვა შინაარსზე განაწილება მეორეს მხრივ, გარკვეულს კანონზომიერ დამოკიდებულებაში იმყოფებიან ურთიერთთან. სახელდობრ, რაც უფრო დიდია ყურადღების კონცენტრაცია, მით მცირეა მისი დისტრიბუცია და პირიქით, რაც უფრო დიდია დისტრიბუცია, მით უფრო მცირეა თითოეულ შინაარსზე ყურადღების კონცენტრაცია. მაგრამ ამ დებულებას კანონის ხასიათი არ აქვს. არსებობს ოპერაციები, რომელთა გაერთიანებაც არა მარტო ადვილია, არამედ ხელსაყრელიცაა. ამ შემთხვევაში კანონი ირღვევა და სრულიად საწინააღმდეგო შინაარსს ღებულობს. რაც უფრო დიდია განსაზღვრულ ფაგრებში დისტრიბუცია, მით უფრო მეტია კონცენტრაცია. ეს ნათლად ჩანს მაკდაუგოლის, მოიმანის და განსაკუთრებით გ. ბაქრაძის ცდებიდან.
ცდის პირს გარკვეული ამოცანა ეძლევა შესასრულებლად და ამავე დროს რაიმე მეორე ოპერაცია ევალება. აღმოჩნდა, რომ არსებობს ოპერაციები, რომელნიც ხელს კი არ უშლიან, არამედ პირიქით ხელს უწყობენ ყურადღების კონცენტრაციას. უამ ოპერაციებოდ ცდის პირის ყურადღება ნაკლებად ეფექტური იქნებოდა, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც მას ამ მეორე ოპერაციის შესრულებაც ევალება. მეორეს მხრივ შენიშნულია, რომ არსებობს ოპერაციები, რომელთა ერთად შესრულებაც ხელს არ უშლის მათ. მაგალითად, ეგრეთ წოდებულ ავტომატური ოპერაციები, როგორიცაა სიარული, სუნთქვა და სხვა ასეთები, სრულიად არ აფერხებს მაგალითად აზროვნებას, პიანინოზე დაკვრას, სურათის ჭვრეტას. ერთი სიტყვით, რაც უფრო ადვილია ოპერაციები, მით უფრო ნაკლებ აფერხებენ ისინი ერთმანეთს. ავტომატური ოპერაცია თანდაყოლილი იქნება იგი თუ შეძენილი, ჩვეულებრივ თითქმის სრულიად არ მოითხოვს ყურადღებას, ამიტომ საკვირველი არაა, რომ ასეთი ოპერაციების შეთავსება ადვილია. სამაგიეროდ, როდესაც თითოეული ცალკე ოპერაცია საგანგებო ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს, მაშინ კონკურენცია მათ შორის აუცილებელი ხდება და მათი ერთდროული შესრულება ძნელდება. მას საქმე იმას ეხება, თუ რამდენად აუცილებელია კონკურენცია ერთდროულად შესასრულებელ ოპერაციებს შორის. ამ თვალსაზრისით, ყურადღებას დისტრიბუციისა და კონცენტრაციის საკითხის სწორი გადაწყვეტა შედარებით ადვილი ხდება. როგორც ვხედავთ, სხვა მდგომარეობაა, როდესაც სუბიექტი ოპერაციებს ასრულებს, რომელთა შორისაც გარკვეული კონკურენცია წარმოებს და სულ სხვა მდგომარეობაა, როდესაც ასეთ კონკურენციას ნაკლებ აქვს ადგილი. მასწავლამე ყურადღების დისტრიბუციის ორი შემთხვევა უნდა განვიხილოთ. პირველი, როდესაც ოპერაციები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებიან და მეტოქეობას არ უწევენ, მაშინ კონცენტრაციისა და დისტრიბუციის ძალა ურთიერთის საწინააღმდეგოდ არ არის მიმართული. მეორე, როდესაც ადგილი აქვს ასეთ წინააღმდეგობას, მაშინ კონცენტრაციისა და დისტრიბუციის ურთიერთობა უკპროპორციულია. ბუნებრივად იბადება საკითხი, შეიძლება თუ არა ოპერაციათა შორის კონკურენციის შენელება ან მოსპობა, თუ მდგომარეობა უფრო ისეთია, რომ თუ კი რაიმე წინააღმდეგობა არსებობს ოპერაციათა შორის, ეს წინააღმდეგობა აბსოლუტურია და მარადიული და მისი შენელება შეუძლებელია. ამ საკითხზე პასუხი ძნელი არაა, თუ რომ ძველს თვალსაზრისზე დავრჩებით, ელემენტთა ფსიქოლოგიის მექანისტურ თვალსაზრისზე. მაშინ იძულებული ვიქნებით ვაღვიაროთ, რომ რაც არის. თუ ერთი ოპერაცია მეორეს ეწინააღმდეგება, ამას ვერაფერს უშველი, კონკურენცია მათ შორის აუცილებელი იქნება. მაგრამ დღეს ჩვენთვის ნათელია, რომ ეს შეხედულება სწორი არაა. ყველაფერი პირობებზე და გარემოზეა დამოკიდებული. ცალკეული ოპერაცია, როგორც რომელისმე უფრო მაღალი მთლიანი ოპერაციის ნაწილი, სხვაა და იგივე ოპერაცია ცალკე, როგორც დამოუკიდებელი მთლიანი სხვა. თუ ვიგულისხმებთ, რომ ორი დამოუკიდებელი ოპერაცია ერთს უფრო ფართო მთლიანს ოპერაციაში ერთიანდება, როგორც ამ მთლიანის ნაწილობრივი მომენტები, მაშინ შესაძლებელია მათ შორის წინააღმდეგობის აღარაფერი დარჩეს. შესაძლებელია ერთი მთელის ნაწილებმა ხელი კი არ შეუშალონ, არამედ დაეხმარონ კიდეც ურთიერთს. საკმარისია თვალი გადავავლოთ ადამიანის რომელსამე მეტად თუ ნაკლებად რთულ ოპერაციას, რათა დავრწმუნეთ, რომ ეს დებულება სწორია. განსაკუთრებით დემონსტრაციულია ამ მიზნისთვის ასეთი რთული ოპერაციების შესწავლის ისტორია. სურათი თითქმის ყოველთვის ასეთია. ჯერ სუბიექტს ცალკე ნაწილობრივი ოპერაციების შესრულება უჭირს, მაგრამ მერე თითქოს ერთბაშად იგი მათს გამთლიანებას ახერხებს და ამის შემდეგ მათი ერთდროული შესრულება არავითარ სიძნელეს აღარ წარმოადგენს. ჩვეულებრივ ამას კოორდინაციას უწოდებენ და მართლაც ადამიანის განვითარების მთელი პროცესი სულ უფრო და უფრო შორეულ ოპერაციათა კოორდინაციაში ან და უკეთ ორგანიზაციაში მდგომარეობს. ჩვენ სულ უფრო და უფრო სრულ მთლიანებს ვქმნით და ამით ნაწილობრივის შესრულების საქმეს ვიადვილებთ. ამის მარტივ მაგალითს ვთქვათ ველოსიპედის სწავლა წარმოადგენს. როდესაც პირველად ვჯდებით ველოსიპედზე, ჩვენი სხეულის მომართვა მთლიანად ხელების მოძრაობა, ფეხების მხედველობის მუშაობა და სმენისაც ცალკე ოპერაციებს წარმოადგენენ, რომელთაც ჯერ კიდევ არაფერი აქვთ ერთმანეთთან საერთო. მაგრამ თანდათანობით ჩვენ ყველა ამ მოძრაობათა ისეთ ორგანიზაციას ვახერხებთ, რომ ისინი ერთი მთლიანი ოპერაციის ნაწილობრივი მომენტებად იქცევიან. ამ დროიდან ველოსიპედით სიარული თითქმის სრულიად აღარ გვიჭირს. მასში შემავალი ნაწილობრივი ოპერაციები სრულიად აღარ უშლიან ხელს ურთიერთს. ასეა ყველა სხვა შემთხვევაშიც. მაგალითად, შოფერობას ვსწავლობთ. რამდენი ცალკე ოპერაციები შედის ამ რთულ საქმეში. ხელის სათანადო მოძრაობები, ფეხის, თვალყურის, დევნება ქუჩაზე მიმავალი ხალხის, ეტლების, ავტოების, სიგნალის. ჩვენი ყურადღება 1000-სა და 10000 შთაბეჭდილებაზე უნდა გავრცელდეს, მათ შორის უნდა განაწილდეს, მაგრამ თანდათანობით ყველა ეს მოძრაობა და ოპერაცია ურთიერთს უკავშირდება და მთლიანდება. შოფერის ხელობის სწავლა ამ ოპერაციების ორგანიზაციაში, მათს გამთლიანობაში მდგომარეობს. მას შემდეგ, რაც ასეთი გამთლიანება ფაქტად იქცევა, ეს მრავალფეროვანი მოძრაობები ურთიერთს კონკურენციას კი აღარ უწევენ, არამედ პირიქით შეიძლება ერთგვარად ეხმარებოდნენ კიდეც ერთმანეთს. რასაკვირველია,
ოპერაციების ეს გამთლიანება უბრალო შეჯამების, უბრალო შეერთების გზით არ ხდება. არა, ოპერაციების ასეთ ორგანიზაციას წინასწარი საფუძველი ესაჭიროება და ეს საფუძველი თვითონ სუბიექტის, როგორც მთელის სპეციფიკურ ცვლილებაში მდგომარეობს, განწყობაში, რომელიც მასში სწავლის პროცესში მუშავდება. ეგრეთ წოდებული ყურადღების განაწილება ამის დამიხედვით იმას კი არ ნიშნავს, თითქოს ყველაფერი, რაც ვთქვათ, შოფერის საქმეში ღებულობს მონაწილეობას ყურადღების საგანს წარმოადგენდეს, ყურადღება ყველაზე თანაბრად ვრცელდებოდეს. ყურადღების ასეთი განაწილება სრულიად შეუძლებელი იქნებოდა. არა, ყურადღების განაწილება ორგანიზაციას გამთლიანებას ნიშნავს. როგორც სენსორულ ყურადღებას ცალკე აგებულის მხოლოდ 6 ასოს შემჩნევა შეუძლია, ხოლო თუ ცალკე ასოების ნაცვლად სიტყვებს ავიღებთ, 3-ჯერ მეტია, ზოგიერთი ავტორის მიხედვით 40-ისაც. პრინციპულად ასევეა ეგრეთ წოდებული ყურადღების განაწილების შემთხვევაშიც, სადაც ოპერაციების ერთ ნიადაგზე გაერთიანება და გამთლიანება ხერხდება, ყურადღების განაწილებაზე მხოლოდ იქ შეიძლება ლაპარაკი. მაგრამ ყველგან და ყოველთვის ეს არ ხერხდება. არის ოპერაციები, რომელიც თავისთავად იმდენად დამოუკიდებელს მთლიანს წარმოადგენენ, რომ მათი ერთი რომელიმე რთული მთლიანის ნაწილებად გაერთიანება არ ხერხდება. ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში ისეთ შემთხვევებს, როდესაც ამგვარი ოპერაციების ერთდროულად შესრულებაზეა ლაპარაკი, მრავალმაგ მოქმედებას უწოდებენ. ასეთი მრავალმაგი მოქმედების შემთხვევები საკმაოდ ბევრია ექსპერიმენტალურად შესწავლილი. შტერცინგერი თავის ცდის პირებს ერთდროულად ორს საკმაოდ დამოუკიდებელ საქმეს ავალებდა. მოთხრობის მოსმენას, რომელსაც მას უკითხავდნენ და რომლის შინაარსიც მას ბოლოს უნდა გადმოეცა და ამავე დროს მარტივი რიცხვების რიგის შევსებას. შედეგი ასეთი აღმოჩნდა, როდესაც ორივე ეს ოპერაცია ერთდროულად სრულდებოდა, თითოეული მათგანის ნაყოფიერება ორთაშუა რიცხვის 35%-მდე ეცემოდა. ესე იგი, ცდის პირის მუშაობის ნაყოფიერება 1:3 უარესდებოდა იმასთან შედარებით, რასაც იგი ამ ოპერაციების ცალ-ცალკე შესრულების შემთხვევაში იძლეოდა. ცნობილია პოლანის ძველი ცდებიც 1887, რომელიც ამავე საკითხის გადასაწყვეტად გამოდგება. გამოირკვა, რომ ორი შეუთავსებელი ოპერაციის ერთდროულად შესრულების ცდის შემთხვევაში ეფექტურობა თვალსაჩინოდ ქვეითდება. მაგალითად, თუ მარჯვენა ხელით გარკვეული რიცხვების გამრავლებისთვის 8 სეკუნდი აღმოჩნდა საკმარისი და მარცხენა ხელით მეორე რიცხვის გამრავლებისთვის 15 სეკუნდი, ორივე ხელით ერთდროულად ამ ოპერაციების შესრულებას 38 სეკუნდი დასჭირდა. ესე იგი, გაცილებით მეტი დრო, ვიდრე საჭირო იქნებოდა, რომ ეს ოპერაციები ერთი მეორის შემდეგ ცალ-ცალკე შესრულებულიყო. 8 + 15 უდრის 23 სეკუნდს. სხვა ანალოგიური ცდების შედეგებს რომ თავიდანვანებოთ, შეგვიძლია დაბეჭდებით ვთქვათ, რომ საზოგადოდ ისეთი დამოუკიდებელი ოპერაციების ერთდროულად შესრულების შემთხვევაში, რომელთა გაერთიანებაც ერთ რთულ საქმედ ვერ ხერხდება, ნაყოფიერება თვალსაჩინოდ ქვეითდება. ბუნებრივად იბადება საკითხი: ხდება კი ასეთ შემთხვევებში ამ ოპერაციების ნამდვილად ერთდროული შესრულება, თუ ფაქტიურად ერთდროულობის შესახებ ლაპარაკი აქ უმართებულოა? არსებული გამოკვლევების მიხედვით ეს საკითხი უფრო უარყოფითად უნდა გადაიჭრას. ორი ჰეტეროგენული სენსორული შთაბეჭდილება, რომელიც ერთს მთლიან შთაბეჭდილებად არ ერთიანდება, როგორც ჩანს, ორმაგ პერცეფციას მოითხოვს და მასშტაბით თანმიმდევრობით უფრო აღიქმება, ვიდრე ერთდროულად. როდესაც ეს თანმიმდევრობა სწრაფია, მაშინ ჩვეულებრივ სრული ერთდროულობის შთაბეჭდილება ჩნდება. რომ იქ სადაც ერთდროულობას ვგულისხმობთ, სინამდვილეში სწრაფ თანმიმდევრობასთან გვაქვს საქმე. ამის სასარგებლოდ ის დაკვირვებაც ლაპარაკობს, რომ ცდისპირები, რომელნიც ერთდროული ოპერაციების შესრულებაში სჯობნიდნენ სხვებს, საქმიდან საქმეზე გადასვლასაც უფრო სწრაფად და უკეთ ახერხებდნენ. ამიტომ განსაკუთრებული ინტერესის ღირსი ხდება საკითხი, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება ყურადღების ერთი შთაბეჭდილებიდან მეორეზე გადანაცვლების მოხერხება. ამ საკითხს ჯერ კიდევ ვუნდტი იკვლევდა. მისი მონაცემების მიხედვით, ამისთვის სეკუნდის 1/1000-ია საკმარისი. ფელგენჰაუერის სისტემური გამოკვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ აკუსტიკური გამღიზიანებლიდან მეორე აკუსტიკურ გამღიზიანებელზე ყურადღების გადასატანად 0.32 სეკუნდია საჭირო. ტაქტილურიდან ტაქტილურზე 0.31 სეკუნდი. აკუსტიკურიდან ტაქტილურზე 0.33 სეკუნდი. მაგრამ აქ ხომ რაც უნდა იყოს, მონათესავე შთაბეჭდილებებთან გვაქვს საქმე და უეჭველია, როდესაც ყურადღება უფრო დაშორებულ შთაბეჭდილებებს ეხება, იქ უფრო მეტი დრო იქნება საჭირო. მეოთხე, ყურადღების ტემპორალური თვისებები. უეჭველია, რომ დრო გავლენას ახდენს ყურადღებაზე. ამაში რასაკვირველია, არავითარი ეჭვი არ შეიძლება იყოს. ეგრეთ წოდებული გონებრივი დაღლილობის ფაქტორებს შორის ყურადღება, როგორც ცნობილია, თვალსაჩინო როლს ასრულებს. დროის ფაქტორთან დაკავშირებით ყურადღების ფსიქოლოგიაში განსაკუთრებული გულისხმობით შემდეგ კონკრეტულ საკითხებს იკვლევენ. პირველი,
რამდენად სწრაფად ეგუება ყურადღება ახალ შთაბეჭდილებას, რამდენად ხანგრძლივად შეიძლება ადამიანმა ყურადღება კონცენტრაციის ერთსა და იმავე დონეზე უცვლელად შეაჩეროს. მესამე. რამდენ ხანს შესწევს ყურადღებას ძალა ხელის შემშლის შთაბეჭდილებებს წინააღმდეგობა გაუწიოს. ნახოთ როგორ სჭრის ამ საკითხებს თანამედროვე ექსპერიმენტული ფსიქოლოგია. ა. ყურადღების ადაპტაცია. ექსპერიმენტული გამოცდილებიდან ცნობილია, რომ რათა ყურადღება ახალ გამღიზიანებელს შეეგუოს, განსაზღვრულმა დრომ უნდა განვლოს. ამისთვის ჩვეულებრივ 1 ან 2 წამს თვლიან საკმაოდ. უდაოა, რომ ყურადღების რომელსამე ობიექტზე შეჩერება გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე ამ ობიექტის პირველად შემჩნევა. ალბათ ბევრს ჰქონია ასეთი დაკვირვება. თვალი გაუყოლებია ჰაეროპლანისთვის ძალიან მაღლა, ჰაერში, მაგრამ როგორც კი მოუშორებია მისთვის თვალი, მერე ხელახლა მისი მოძებნა გაჭირვებია. ყურადღების შეგუების ადაპტაციის სისწრაფე სხვადასხვა სუბიექტს სხვადასხვანაირი აქვს. არსებობს პროფესიების მთელი რიგი, რომელთათვისაც ყურადღების სწრაფი ადაპტაციის უნარი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ასეთია მაგალითად შოფერის პროფესია ან ტრამვაის ვატმანისა. ასეთი პროფესიების ფსიქოლოგიური შემოწმებიდან და დაკვირვებიდან პირველ რიგში ყურადღების ადაპტაციის ორი საწინააღმდეგო ტიპის არსებობა გამოირკვა. აღმოჩნდა ხალხი, რომელიც მეტად სწრაფად და ადვილად ეგუება ყოველ ახალ შთაბეჭდილებას, მაგრამ აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომელთა ყურადღებაც ძალიან ზანტად იწყებს მუშაობას. გარდა ამ ორი საწინააღმდეგო ტიპისა, სხვა ჯგუფებიც არსებობენ. ა. ისეთები, რომელთა ყურადღებაც მხოლოდ დასაწყისში მუშაობს სწრაფად, ბ. ისეთები, რომელთა ყურადღებას უცხო გამღიზიანებელთა მოქმედება უშლის ხელს და დასასრულ, გ. ისეთები, რომელთა ყურადღებაც სრულიად ჩლუნგდება საშიშროების ზეგავლენით. ბ. ყურადღების რხევა პირველად 1875 წელს ჯერ კიდევ ავსტრიელმა ოტოლოგისტმა ცნობილმა ურბან ჩინმა მიაქცია ყურადღება, რომ როდესაც იგი თავის ავადმყოფებს სმენის სიმახვილის შემოწმებისთვის შორიდან რაიმე სუსტ ბგერას მოასმენინებდა, მაგალითად საათის წიგნს, ისინი ხშირად აღნიშნავდნენ თითქოს ხმა მათ განსაზღვრული ინტერვალების დაცვით, ხან უფრო კარგად ესმოდათ და ხან უფრო ცუდად. ამის შემოწმება ყველას ადვილად შეუძლია. მოისმინეთ ჩვეულებრივი ჯიბის საათის ხმა შორიდან ან დაახლოდან და ნახავთ, რომ წიგნი ხან სუსტდება და ხან ძლიერდება. ამავე ხასიათის მოვლენას აქვს ადგილი მხედველობის არეშიც და კუნთური ძალისხმების შემთხვევაშიც. რით აიხსნება სუსტი შეგრძნებების ინტენსივობის ასეთი მოჩვენებითი ცვლილება. ყველაზე ადრე ამ მოვლენის მიზეზად რუსმა ფსიქოლოგმა ნილ ლანგემ ყურადღების რხევა დაადასტურა 1898 წელს. ასე რომ ეს ცნება არსებითად ნილ ლანგეს ეკუთვნის სხვადასხვა გრძნობების მოდალობის შესწავლის შედეგად იგი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ რხევის პერიოდები ყველგანაა და მისი ხანგრძლივობა ყველგან ერთნაირია, სახელდობრ 2.5-4 წამი. გარდა ამისა, აკუსტიკურისა და ოპტიკური გაღიზიანების ერთდროულად მოქმედების შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ რხევა ამ პირობებში ორივე მოდალობის არეში მორიგეობით სწვლის ურთიერთს. ნილ ლანგე ფიქრობს, რომ ამ მოვლენის მიზეზი შეიძლებოდა მხოლოდ ცენტრალური პროცესი ყოფილიყო და არა პერიფერიული, თორემ რად უნდა ყოფილიყო რხევის დაწყება ერთ მოდალობაში დამოკიდებული მეორეზე. მაგრამ ლანგეს ცენტრალური თეორიის საწინააღმდეგოდ ეგრეთ წოდებული პერიფერიული თეორია იქნა წამოყენებული. თანახმად ამ თეორიისა, ყურადღების რხევის ფაქტებს საფუძვლად პერიფერიულ ორგანოში მიმდინარე პროცესები უნდა ედოს. ყურადღების აქტში სათანადო გრძნობის ორგანოს მონაწილეობა უეჭველია. დასაფიქრებელია, რომ ყურადღების ინტენსივობის პერიოდული ცვალება გრძნობის ორგანოს ნაწილობრივი დაღლილობით აიხსნებოდეს. მაგალითად, მხედველობითი ყურადღებისთვის თვალის კუნთების მუშაობა აუცილებელი. ჯერ ერთი თვითონ თვალის მოძრაობაა საჭირო და შემდეგ აკომოდაცია. მაშასადამე, შესაძლებელია კუნთების მუშაობის უნარი რხევადობდეს და ამის შედეგად ყურადღების რხევის შთაბეჭდილება ჩნდებოდეს. მიუნსტერბერგი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ როგორც თვალის ატროპინიზაციის, ისე თვალის ბროლუკის ოპერაციული ამოკვეთის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ აკომოდაციაზე ლაპარაკი გამორიცხულია, ყურადღების რხევის ფაქტი მაინც ძალაში რჩება. გარდა ამისა, თვითონ თვალის მოძრაობათა საგანგებო შესწავლა ადასტურებს, რომ ყურადღების რხევასა და თვალის მოძრაობათა შორის არავითარი პარალელიზმი არ არსებობს. ჯერ თვითონ მიუნსტერბერგმაც აღნიშნა, თვალის ნებისმიერი მოძრაობა არავითარ გავლენას არ ახდენს ყურადღების რხევაზეო. შემდეგ პილსბურიმ ფოტოგრაფიულად გადაიღო თვალის მოძრაობები სწორედ ყურადღების რხევის მომენტში და გამოარკვია, რომ თვალის მოძრაობა უწესრიგოდ აპერიოდულად მიმდინარეობს, მაშინ როდესაც ყურადღების რხევას პერიოდულობა ახასიათებს. გ. ყურადღების კონსტანტობა. ყურადღების რხევის შესახებ ჩვეულებრივ იმ შემთხვევაში შეიძლება ლაპარაკი, როდესაც სუბიექტს ერთი რომელიმე შთაბეჭდილება აქვს ყურადღების საგნად მიწოდებული და უნდა გამოირკვეს, რამდენ ხანს შეძლებს იგი ამ პირობებში ყურადღების მაქსიმალური დონის შენარჩუნებას. მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენს ყურადღებას ასეთი ამოცანის გადაჭრა იშვიათად უხდება. ჩვეულებრივ ჩვენი ყურადღების ობიექტი რთულია.
წმინდა სენსორულის, წმინდა მოტორულის ან წმინდა ინტელექტუალური ყურადღების შესახებ მხოლოდ ანალიზის თვალსაზრისით შეიძლება ლაპარაკი, თორემ რეალურად ადამიანის ყურადღების აქტივობაში თითქმის ყოველთვის სამივე ეს ფორმა აღებულობს მონაწილეობას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენზე რთული შთაბეჭდილებები მოქმედებენ და ამოცანის წარმატებით გადასაჭრელად ყურადღების სხვადასხვა მიმართულებით ამოქმედება ხდება აუცილებელი. როგორია ყურადღების გამძლეობა ასეთ შემთხვევებში, ეს საკითხი ყურადღების რხევის საკითხად ვერ ჩაითვლება. იგი ყურადღების კონსტანტობის, მისი დროში გამძლეობის საკითხია. კონსტანტობის და რხევის საკითხი არც იმ შემთხვევაში ხდება ერთმანეთს, როდესაც ყურადღების საგანად თუნდ ერთი რომელიმე მარტივი სენსორული შთაბეჭდილებაა აღებული. ხომ შესაძლებელია სანთელი პარპალობდეს, მაგრამ თავის რხევად შუქს მთელი ღამის განმავლობაში აფრქვევდეს. ერთი საქმეა ყოველს მომენტში ინტენსიური მუშაობის უნარი და მეორე მეტად თუ ნაკლებად ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობის უნარი. პირველ შემთხვევაში ყურადღების რხევის შესახებ შეიძლება ლაპარაკი, მეორეში ყურადღების კონსტანტობის შესახებ. ყურადღების კონსტანტობა ინდივიდუალურად ცვალებადი თვისებაა. არის ხალხი, რომელსაც ერთი იმპულსი ჰყოფნით, რათა ყურადღება ხანგრძლივად შეაჩეროს ერთსა და იმავე ობიექტზე. ამას სტატიკური ყურადღება ეწოდება. მაგრამ არის ისეთი ხალხიც, რომელსაც ყურადღების ხანგრძლივად რაიმე საგანზე შესაჩერებლად სულ ახალი იმპულსები ესაჭიროება. მათ ერთი გადაწყვეტილების აქტი არ ჰყოფნეს, იმიტომ რომ მათი ყურადღება ძალიან სწრაფად იღლება, ან და ძალიან მალე განიცდის ერთი და იმავე ობიექტის ზემოქმედების გამო მოჭარბებას. ამ შემთხვევაში დინამიკური ყურადღების შესახებ ლაპარაკობენ, მაგრამ რაგინდა სტატიკურიც უნდა იყოს ყურადღება, მისი კონსტანტობა მეტად თუ ნაკლებად მაინც ყოველთვის განსაზღვრულია. არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ ყურადღების დონის დაქვეითება ყოველთვის სუბიექტის დაღლილობით იყოს გამოწვეული. არა, ის ფაქტი, რომ ხშირად ყურადღება მაშინვე ინტენსიურ მუშაობას იწყებს სხვა მიმართულებით, ამტკიცებს, რომ დაღლილობა აქ არაფერ შუაშია. D. ვარჯიში და ყურადღება. ბუნებრივად იბადება საკითხი, შეუძლია თუ არა ვარჯიშს ყურადღების აღნიშნულ თვისებაზე რაიმე გავლენა მოახდინოს. თუ ეს საკითხი დადებითად გადაიჭრებოდა და ის საზღვრებიც გამოირკვეოდა, რომელშიც ვარჯიშის დადებითი გავლენა ეჭვს არ იწვევს, აქედან პრაქტიკულად ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა იქნებოდა შესაძლებელი. საქმე ისაა, რომ ყურადღება ჩვენი გონებრივისა და ფიზიკური აქტივობის უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს და მისი განვითარებისა და გამახვილების შესაძლებლობას რასაკვირველია განსაკუთრებით პედაგოგიური თვალსაზრისით ექნებოდა დიდი მნიშვნელობა. ამიტომ საკვირველი არაა, რომ ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღებით სწორედ პედაგოგიური ფსიქოლოგიის მკვლევარნი ეპყრობიან. მოიმანი იმ დასკვნამდე მიდის, რომ ვარჯიშის გავლენა ყურადღებაზე ეჭვს არ იწვევს. მისი ცდის პირების მონაცემების მიხედვით ასეთი სურათი იხატება. ვარჯიშის საშუალებით ნელი ადაპტაციის სუბიექტებს შედარებით უფრო სწრაფი ადაპტაციის უნარი უმუშავდებათ. ამავე ფაქტორის ზეგავლენით თვალსაჩინოდ იცვლება კონცენტრაციის ინტენსივობისა და კონსტანტობის მომენტიც. დასასრულ ვარჯიშის წყალობით შესაძლებელი ხდება კონცენტრაციის უნარის გაზრდასთან ერთად ყურადღების განაწილების უნარიც განვითარდეს. ყურადღების პროცესის მიმდინარეობა. აქამდე ჩვენ ყურადღების რაობისა და მისი სხვადასხვა თვისებებისა და მხარის გათვალისწინების ამოცანა გვქონდა გადასაწყვეტი. ეხლა უკვე მთელი პროცესის მიმდინარეობაზე შეიძლება დავიწყოთ ლაპარაკი. პირველ რიგში გამოსარკვევი იქნება თუ რა ფაქტორებია, რომ ყურადღების აქტივობას განსაზღვრავს. ამ საკითხს სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საქმე ისაა, რომ ყურადღების პრინციპული საკითხების გადაწყვეტა ბევრის მხრივ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გავიგებო ამ პროცესის აღმოცენებას. რასაკვირველია, ფაქტორი განსაზღვრავს მოვლენას, მაგრამ არანაკლებ უეჭველია, რომ გარკვეული აზრით პირიქით მოვლენაც განსაზღვრავს ფაქტორს. თუ როგორია მოვლენა, ეს მასზე მოქმედ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ როგორი ფაქტორები იმოქმედებენ მოვლენაზე, განა ეს თვითონ მოვლენების ბუნებაზე არაა დამოკიდებული. ამიტომ ყურადღების ფაქტორების საკითხი შედარებით დაწვრილებით უნდა იქნეს შესწავლილი. მას შემდეგ, რაც გარკვეული იქნება, რა ფაქტორები იწვევს ყურადღების აქტივობას, უნდა შესწავლილი იქნეს ეს ეფექტი ან შედეგები, რომელიც ამ აქტივობას სდევს თან. ეს შედეგები ორგვარია: ფსიქიკური და სხეულებრივი. საჭიროა გავითვალისწინოთ, თუ რა არის ფსიქოლოგიაში ამჟამად მათ შესახებ ცნობილი. დასასრულ ყურადღების პროცესის სრულად გასათვალისწინებლად საჭიროა გარკვეული იქნეს ის ფიზიოლოგიური მექანიზმიც, რომელიც მას საფუძვლად უდევს. პირველი, მოთხოვნილება როგორც ყურადღების ძირითადი ფაქტორი. ყურადღების ფაქტორების შესწავლისას მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ საკითხი მარტო იმას კი არ ეხება, თუ პირველად რა აძლიერებს ადამიანის ყურადღებას, არამედ უეჭველად იმასაც, თუ რა, რომ მას განსაზღვრული მიმართულებით მეტად თუ ნაკლებად ხანგრძლივი მუშაობის იმპულსს აძლევს. თუ ამას არ დავივიწყებთ, მაშინ ჩვენთვის ადვილი გასაგები იქნება, რომ ყურადღების ძირითადი ფაქტორი პირველ რიგში სუბიექტში უნდა ვეწიოთ.
როდის და რა მიმართულებით დაიწყება ყურადღების მუშაობა და როდის დასრულდება იგი, ეს უეჭველია იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მოთხოვნილებები აქვს ამჟამად სუბიექტს და რომელი მათგანის დაკმაყოფილებაზე ზრუნავს იგი. ყურადღება ყოველთვის რომელიმე ქცევის რთულ აქტშია ჩართული, როგორც მისი აუცილებელი პირობა და ქცევას ხომ ყოველთვის უთუოდ რაიმე მოთხოვნილების პირდაპირი თუ არაპირდაპირი დაკმაყოფილების ამოცანა აქვს დაკისრებული. გასაგებია ამიტომ, რომ ფსიქოლოგების მთელი რიგი ყურადღების არსებით ფაქტორად ეგრეთ წოდებულ ინტერესს თვლიდნენ. რიბო მაგალითად ყურადღების მექანიზმს აფექტურ მექანიზმად თვლიდა. ბლოილერისთვის ყურადღება აფექტურობის გამოვლენას წარმოადგენს, ხოლო პიერონი ყურადღების ერთადერთ ფაქტორად ინტერესს თვლის, ესე იგი ყურადღების პროცესის ბუნებას ისიც აფექტურად აღიარებს. ყველაფერი ეს უეჭველად სწორია, რამდენადაც აქ პირველ რიგში მოთხოვნილების დინამიკას ვიგულისხმებთ. საზოგადოდ, მთელი ქცევის იმპულსი, რომელშიც ყურადღების აქტიობაც მონაწილეობს, მოთხოვნილების წყაროდან გამომდინარეობს და უეჭველია ყურადღებაც აქედანვე ღებულობს თავის იმპულსს. მოთხოვნილება კი შეიძლება ორგვარი იყოს. აქტუალური, უშუალო, რომელსაც ახლავე გრძნობს სუბიექტი და მოთხოვნილება არაპირდაპირი. ასე ვთქვათ, განყენებული ხელოვნური, რომელსაც არა ეს მომენტი, არამედ სუბიექტის მთელი სიცოცხლის გასაქანი აქვს მხედველობაში. შეიძლება ყურადღების იმპულსი პირველიდანაც გამომდინარეობდეს და მეორედანაც. პირველ შემთხვევაში ყურადღება ყოველი აქტუალური მოთხოვნილების შეცვლის კვალობაზე უნდა იცვლებოდეს. გაჩნდა ახალი მოთხოვნილება, ეს იმას ნიშნავს, რომ ყურადღება მის იმპულსებს უნდა დაემორჩილოს, მისი მიზნების შესატყვისად იმოქმედოს. მაშასადამე ყურადღების აქტიობა აქ ახალი მოთხოვნილების აღმოცენების შემთხვევაზეა დამოკიდებული. იგი იმპულსურია, ავტონომიური, პასიური, უნებური, სუბიექტის შეგნებულს, სტაბილიზირებულ მიზნებსა და მისწრაფებებზე სრულიად დამოუკიდებელი. სულ სხვა მდგომარეობაა მეორე შემთხვევაში. აქ შემთხვევითობაზე ლაპარაკი უკვე შეუძლებელია. აქ ყურადღება უშუალო მოთხოვნილების იმპულსებს ხელიდან უსყლდება და ნებისმიერ აქტიურ ყურადღებად იქცევა. მეორე, პასიური ყურადღების ფაქტორები. აქ მხოლოდ იმ ფაქტორებზე უნდა ვილაპარაკოთ, რომელიც ჩვენ და უნებურად წარმართავს ჩვენს ყურადღებას. უეჭველია ყურადღების ასეთი წარმართვა შეუძლებელი იქნებოდა, რომ ამ ფაქტორებს ჩვენს მოთხოვნილებებთან არ ჰქონდეთ კავშირი. საქმე ისაა, რომ ყურადღების აქტიობა ასეთ შემთხვევებშიც, როგორც ჩვენი ყურადღების აქტიობა არ იცდება. მართალია იძულებით, მაგრამ ყურადღებას მაინც ჩვენ წარმართავთ და არა თვითონ ყურადღება მიიმართება. მაშასადამე, ბოლოს და ბოლოს ეს ფაქტორები ჩვენს მოთხოვნილებებზე უნდა მოქმედებდნენ და ყურადღების აქტიობას ამ გზით იწვევდნენ. ეს მით უმეტეს უნდა იყოს ასე, რომ საქმე მარტო ყურადღების აღძვრით როდი განისაზღვრება, არამედ ჩვეულებრივ ერთხელ აღძრული ყურადღება სანამ საჭიროა ამ გარკვეული მიმართულებით განაგრძობს მუშაობას. ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში უნებური ყურადღების ფაქტორებს ხშირად ობიექტური ფაქტორების სახელწოდებითაც აღნიშნავენ, მესერი, ან და გენერალური ფაქტორების სახელწოდებით, პიერონი. ინტენსიობა. პირველ ადგილას ლოცეს შემდეგ ჩვეულებრივ შთაბეჭდილების ინტენსიობის ფაქტორს ასახელებენ და მართლაც არაფერი ისე უნებურად არ იზიდავს ჩვენს ყურადღებას, როგორც შთაბეჭდილების ინტენსიობა. ამიტომაა, რომ სიგნალად ჩვეულებრივ ზარია შემოღებული. ხანძარი იქნება, სტუმარი გესტუმრება, ტელეფონით გამოგიძახეს ვინმე, თუ ტრამვაის ვაგონი მოგცემს გამაფრთხილებელ სიგნალს, ყველგან ინტენსიური ზარის ხმას მიმართავენ ხოლმე და ყველგან რაგენ გართულიც უნდა იყო ბოლოს და ბოლოს, იძულებული ხდები შენი ყურადღება ამ სიგნალისკენ გადაიტანო. თუ ინტენსიობას როგორც საზოგადოდ რაოდენობით ფაქტორს გავიგებთ, მაშინ სიდიდეც აქვე უნდა იქნეს დასახელებული. ცნობილია, რომ დიდი უფრო იწვევს ჩვენს ყურადღებას, ვიდრე პატარა. რეკლამის ფსიქოლოგიაში ამ გარემოებას დიდი ხანია სათანადო ანგარიშს უწევენ. რაც უფრო მეტი საზოგადოების ყურადღება გინდა მიიქციო, მით უფრო დიდი ზომის აფიშა ან პლაკატი უნდა დაამზადო. რეკლამის ფსიქოლოგიაში ამ გარემოებას კანონის მნიშვნელობას აძლევენ. მისი ფორმულა ასეთია: ყურადღების მიზიდვის ძალა პლაკატის ზედაპირის კვადრატის პროპორციულად იზრდება. გარდა ამისა, პროსექსიგენური ყურადღების გამომწვევი პროსექსის ყურადღება მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ზოგიერთ მოდალობის შთაბეჭდილებას თავისთავადაც. ძალიან წვრილი ხმა, ძლიერ ცხოველი ფერი, მწარე გემო, ტკივილი, ზოგიერთი სუნი ინტენსიობის მიუხედავადაც ადვილად იქცევს ჩვენს ყურადღებას. აქვე უნდა დავასახელოთ ზოგიერთი სივრცითი ფაქტორიც. ახლო შთაბეჭდილება უფრო იქცევს ყურადღებას, ვიდრე შორეული. თუ სახეზე მოგედო რამე, უფრო იგრძნობ, ვიდრე სხეულის რომელსამე სხვა ნაწილზე. რაც შეეხება მხედველობის არეს, აქაც იმავე გარემოებას აქვს ადგილი. ჩვენი თვალი პირველ რიგში ახლო მდებარე ობიექტებს ხედავს და შორეულზე მხოლოდ შემდეგ გადადის. ბ. ცვლილება. ცნობილია, ღამე რომ ერთბაშად წისქვილი გაჩერდეს, მეწისქვილეს მაშინვე გაეღვიძება. რა აღვიძებს მას? როდესაც ხმაურობაა, მაშინ მას სძინავს. როდესაც ხმაურობა წყდება, სწორედ მაშინ ეღვიძება. რა აღვიძებს მას? უეჭველია ხმაურობის შეწყვეტა. როდესაც ოთახში ხმაურობენ, შეიძლება ყურადღებას არ აქცევდე ამას. დიდის გულის ყურით კითხულობდე წიგნს.
მაგრამ ვთქვათ, უცებ ხმაურობა შეწყდა. უეჭველია თქვენი ყურადღება იმ წამსვე ამ გარემოებას მიექცევა. ამ მაგალითებიდან ნათლად ჩანს, რომ არსებულის ან ჩვეულებრივი მდგომარეობის შეცვლა უეჭველ პროსექსიგენურ ფაქტორს წარმოადგენს. მაგრამ ცვლილება ძალიან მრავალმნიშვნელოვანი, ან და ყოველ შემთხვევაში ძლიერ ფართო ცნებაა. მაგალითად, მოძრაობაც ცვლილების ერთ-ერთ შემთხვევად უნდა ჩაითვალოს. იგი ხომ ადგილის შეცვლაა, ადგილგადანაცვლებაა. ამიტომ საკვირველი არაა, რომ მოძრაობაც სამართლიანად ყურადღების გამომწვევ ფაქტორად ითვლება. ეს გარემოება დიდი ხანია შენიშნულია. ინსტინქტურად ამით ცხოველებიც კი სარგებლობენ. ხშირია შემთხვევა, რომ ცხოველი უძრავად ჩერდება ერთ ადგილას, რათა მტრისთვის შეუმჩნეველი დარჩეს. ვინც იმალება, ის საზოგადოდ გაურბის მოძრაობას. იგი რამდენადაც შესაძლოა, უძრავად რჩება თავის თავშესაფარში. არსებობს ცხოველები, განსაკუთრებით ბატრაქიტუს, რომელთა ყურადღებასაც მხოლოდ მოძრავი ობიექტი იპყრობს. შეიძლება ითქვას, რომ ამავე კატეგორიას, ესე იგი ცვლილების კატეგორიას ეკუთვნის აგრეთვე ახალიც, უცნობიც მოულოდნელიც, უჩვეულოც. მართლაც და ყოველივე ამის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიძლება ლაპარაკი, როდესაც არსებულ მდგომარეობაში რაღაც ცვლილება ხდება. თუნდი მხრივ, რომ რაღაც ახალი ჩნდება და გასაგებია, რომ ჩვენი ყურადღება მისკენ იხრება. მაგრამ საოცარია, რომ ყურადღების არანაკლები ენერგიული ფაქტორად სწორედ საწინააღმდეგო გარემოებაც უნდა ჩაითვალოს. ნაცნობი, ჩვეულებრივი, მოსალოდნელი, ესეც აღძრავს ყურადღებას. ეს იმდენად ნათელია, რომ ამაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. ოთახში რომ უცნობ საზოგადოებას შეხვდეთ და შემთხვევით იქ ერთი ნაცნობი აღმოჩნდეს, თქვენი თვალი რასაკვირველია პირველ რიგში მას მოხვდება, როდესაც ვაისიმე მოსვლას ელოდები. საკმარისია სულ მცირეოდენი კაკუნიც კი კარზე, რომ იმ წამსვე ყურადღება მიაქციო. ცოტა რომ ჩავუკვირდეთ ამ მაგალითებს და ვინახავთ, რომ არსებითად აქაც ცვლილების ნიშნებთან გვაქვს საქმე. მართლაც და უცნობთა შორის ნაცნობი იგივეა, რაც ნაცნობთა შორის უცნობი. საერთო შთაბეჭდილებას უმრავლესობა ქმნის და ამ უმრავლესობისგან განსხვავებულ ობიექტს ნაცნობი იქნება იგი თუ უცნობი, სულ ერთია, საერთო შთაბეჭდილებაში რაღაც ახალი შეაქვს. რაც შეეხება მოსალოდნელის პროსექსიგენურ მნიშვნელობას, არც ეს წარმოადგენს ახალ გარემოებას. მოსალოდნელისა და მოულოდნელის მართლაც ორივე იქცევს ყურადღებას, იმიტომ რომ ორივე რაღაც ახალს ნიშნავს. იმას, რაც ამჟამად არ არის, მაგრამ რაც ამიერიდან ხდება. რომ გადავხედოთ ეხლა ყველა ამ პროსექსიგენურ ფაქტორს, ჩვენ არ გაგვიჭირდება შევამჩნიოთ, რომ თვითეულს მათგანს უთუოდ რაიმე ღირებულება, რაიმე აზრი აქვს სუბიექტისთვის, იგი რომელიმე მის მოთხოვნილებასთან არის დაკავშირებული. სტიმული, რომელიც დიდი ინტენსივობით მოქმედებს, დიდი ტანის საგნის ან არსების გამოჩენა, ერთბაში თვალსაჩინო ცვლილება გარემოში, ჩვეულებრივ ინდიფერენტულ მოვლენას არ წარმოადგენს. ცოცხალი არსებისთვის ასეთ სტიმულს თითქმის ყოველთვის რაღაც სდევს ხოლმე თან. ან საშიში რაიმე და ან შესაძლოა სასარგებლოდ. მაშასადამე ცოცხალი არსების ინტერესი ყველაფრის ამის შემჩნევასა და დროზე სათანადო ზომების მიღებას მოითხოვს. ამრიგად, უნებური ყურადღების ფაქტორები არსებითად სიგნალის როლს ასრულებენ ცოცხალი არსებისთვის და ამიტომაა, რომ ყურადღების მუშაობას იწვევენ. უნებური ყურადღება, ტიჩენერის თქმით, პირველადი ყურადღებაა და როგორც ასეთი, იგი საზოგადოდაა დამახასიათებელი ცოცხალი არსებისთვის. რაც შეეხება ადამიანს, მისი სპეციფიკური თავისებურება, ნებელობა, რასაკვირველია, აქაც იჩენს თავს და ყურადღების მუშაობის თავისებურ ფორმას, ეგრეთ წოდებულ ნებისმიერ ყურადღებას აძლევს დასაბამს. ნებისმიერი ყურადღების ფაქტორები. პირველი, ნებისყოფა როგორც ფაქტორი. ნებისმიერი ყურადღების ფაქტორების შესახებ ბევრი არაფერია სათქმელი. უკვე სახელწოდებიდანაც ნათლად ჩანს, რომ ყურადღების ამ ფორმის ძირითადსად და შეიძლება ითქვას, ერთადერთს ფაქტორს ჩვენი ნებისყოფა შეადგენს. ამ შემთხვევაში ყურადღებაზე ვერც ინტენსივობის ფაქტორი ახდენს რაიმე გავლენას და ვერც ცვლილების. გადამწყვეტ როლს სუბიექტის განზრახვა, სუბიექტის შეგნებული მისწრაფება ასრულებს. როდესაც რაიმე ამოცანა გვაქვს გადასაწყვეტი, ჩვენი ყურადღება იმ ინტენსიური ან ცვალებადი გამღიზიანებლებისკენ კი არ მიიმართება, რომელთაც შესაძლოა ამჟამად ადგილი ჰქონდეთ ჩვენს გარემოში. არამედ იმის მიმართ, რაც გასაკეთებელი გვაქვს. ამ შემთხვევაში რასაკვირველია, ჩვენი აქტუალური ინტერესების ჩახშობა გვიხდება და ხშირად საკმაოდ ძალისხმევა გვჭირდება, რათა ჩვენს ყურადღებას სისტემატური, მტკიცე მიმართულება უზრუნველ ვუყოთ. თავისთავად იგულისხმება, ნებისმიერი ყურადღების ძალა, როგორც ჯერ კიდევ რიბომ აღნიშნა, საკმაოდ მაღალი კულტურული განვითარების პროდუქტს წარმოადგენს. ნებისმიერ ყურადღებას პრაქტიკის მხოლოდ იმ ფორმის ნიადაგზე შეეძლო აღმოცენებულიყო, რომელიც ადამიანის სპეციფიკურ კუთვნილებას წარმოადგენს. ნებისმიერი ყურადღება შრომის პროცესში ჩაისახა და განვითარდა. როგორც კი გაჩნდა შრომის აუცილებლობა, ნებისმიერი ყურადღება საარსებო ბრძოლის ამ ახალი ფორმისთვის პირველ ხარისხოვანი მნიშვნელობის ფაქტორად გადაიქცა.
როგორც კი გაუჩნდა ადამიანს უნარი ხელი მოეკიდა შრომისთვის, არსებითად არა მიმზიდველის, მაგრამ როგორც ცხოვრების საშუალება აუცილებელი აქტიობისთვის, მას ნებისმიერი ყურადღებაც გაუვითარდა. ადვილად შეიძლება დაამტკიცდეს, რომ ცივილიზაციის აღმოცენებამდე ნებისმიერი ყურადღება ან სრულიად არ არსებობდა, ან და ელვის მსგავსად ერთი მომენტით თუ იჩენდა თავს. ნებისმიერი ყურადღება სოციალურ მოვლენას წარმოადგენს. ნებისმიერი ყურადღება უმაღლესი სოციალური ცხოვრების პირობებთან შეგუებაა. მეორე, ნებისმიერი ყურადღების შუალობითი ხასიათი. ადამიანის ნებისმიერი ყურადღების განვითარების პირველ პერიოდს ის ხანა შეადგენს, როდესაც ადამიანს თავისი საკუთარი ყურადღების ორგანიზაციის უნარი ჯერ კიდევ არ გააჩნდა, მაგრამ სხვისი ყურადღების წარმართვას მაინც ცდილობდა. ეს უკანასკნელი მაინც და მაინც ძნელი არ იყო. საკმარისი იყო მას თავისი მიზნებისთვის გამოეყენებია ის, რაც უნებურ ყურადღებას წარმართავს და ამით იგი თავის თანამოძმეს სწორედ იქეთ მიაქცევინებდა ყურადღებას, საითკენაც უნდოდა. როგორც ჩანს, უდიდესი როლი ამ მიმართულებით ხელმა შეასრულა. ხელით ჩვენება მითითება ყურადღების წარმართვის ყველაზე უფრო გავრცელებულ საშუალებას წარმოადგენს და საინტერესოა, რომ ხელიდან მითითებულ საგანზე თვალის გადატანა, როგორც ჩანს, განსაკუთრებით ადამიანს შეუძლია. მას შესაძლოა ყურადღების წარმართვა არა პირდაპირ, არამედ რაღაც მესამის შუალობით დაიწყო და შეიძლება ითქვას, დღემდე ასე დარჩა. ნებისმიერი ყურადღება გაშუალებული ყურადღებაა. ამ მხრივ ძალიან საინტერესოა, რომ კითხვის სწავლის დასაწყის საფეხურზე ადამიანი თით საყოლებს ხოლმე ასუებს და ისე კითხულობს. როგორც ჩანს, ამით იგი თავის ყურადღებას ეხმარება. იქ, სადაც ყურადღება გაძნელებულია, ადამიანი მის დასახმარებლად რაიმე გარე საშუალებებს მიმართავს ხოლმე. საბჭოთა ფსიქოლოგიის ვიგოტსკისა და მისი სკოლის უდაოდ თვალსაჩინო დამსახურებას ის გარემოებაც შეადგენს, რომ მან ხაზგასმით აღნიშნა და ექსპერიმენტულად დაასაბუთა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფსიქიკური განვითარების ისტორიაში გაშუალებას. გაშუალებულ ნიშნებს, კერძოდ ნებისმიერი ყურადღების არსიც გაშუალებაში მდგომარეობს. ადამიანი ყურადღებას აქცევს იმ კანონზომიერებად, რომელნიც ბუნებრივი ყურადღების პროცესს წარმართავენ და შემდეგ, როდესაც თავისი თუ სხვისი ყურადღების წარმართვა მოუნდება, ამ კანონზომიერებებს მიმართავს და ამით მათ ნებისმიერს გამოყენებას ახერხებს. მესამე. მოლოდინი. ნებისმიერი ყურადღების ტიპიურ შემთხვევად ლოდინი შეიძლება ჩაითვალოს. ამიტომ მისი შესწავლა განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს. თქვათ რაიმე შთაბეჭდილების მიღებას ველით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ყურადღება ამ მომავალი შთაბეჭდილებისკენ მიიმართება და როგორც კი იჩენს ეს უკანასკნელი თავს, იმ წამსვე მას დაეუფლება. როგორ ვახერხებთ ამას? გილ მიულერის მიხედვით ეს ასე ხდება. ჩვენ ვცდილობთ რამდენადაც შესაძლოა ის მდგომარეობა აღვიდგინოთ, რომელსაც ამ შთაბეჭდილების წინანდელი აღქმისაც განვიცდით. სხეულის მდგომარეობის აღდგენა ძნელი არაა, რამდენადაც ჩვენი სხეულის მოტორიკას უკვე დაუფლებული ვართ და იგი ნებისმიერ შეგვიძლია წარმართოთ. რაც შეეხება ფსიქიკურ შინაარსს, ამას ჩვენ წარმოდგენის სახით აღვადგინთ. ვცდილობთ, რაც შეიძლება უკეთ წარმოვიდგინოთ იგი. როდესაც ამ პირობებში, ესე იგი მოლოდინის პირობებში მოსალოდნელის შთაბეჭდილება ჩნდება, გასაგებია, რომ ყურადღება მას მყის ეუფლება. შეიძლება ითქვას, რომ აქ ყურადღების მოქმედების პირველი პერიოდი, შეგვების ანუ ადაპტაციის პერიოდი, რომელიც როგორც უკვე ზემოდაც იყო აღნიშნული, დროს მოითხოვს, თვითონ ყურადღების პროცესიდან ვარდება და მოლოდინის პერიოდში გადადეს. ამიტომ გასაგებია, რომ თვითონ პროცესი შემოკლებული ხდება. რომ თავი მოვუყაროთ ყველაფერს, რასაც სხვადასხვა ავტორი ლაპარაკობს მოლოდინის შესახებ, უდაოდ საერთო აზრად შემდეგი უნდა იქნას ცნობილი. შეიძლება მომავალი შთაბეჭდილების კონკრეტულ წარმოდგენას არც კი ჰქონდეს ადგილი. მოლოდინი უიმისოდაცაა შესაძლებელი. არც ისაა აუცილებელი, რომ სუბიექტი დაძაბულობას განიცდიდეს. მთავარი და ძირითადია ამოცანის ქონება, ან გარკვეული აზრის, ან არათვალსაჩინო ცოდნის, ან და განწყობის სახით. უამუკანასკნელოდ ამბობს ფრებესი. მოლოდინს უცხოველესი წარმოდგენაც კი ვერ შეჰქმნიდაო. ყურადღების გავლენა. პირველი. აქტიობის გაცხოველება როგორც ყურადღების ძირითადი ეფექტი. ყურადღების გავლენა ადამიანის ფსიქიკურ აქტიობაზე ძალიან დიდია. შეიძლება ითქვას, იგი ერთი ძირითადი პირობაა, რომელიც ჩვენი ცხოვრების ეფექტური მუშაობის შესაძლებლობას ედება საფუძვლად. საქმე ისაა, რომ ყოველი ცალკე ადამიანის განკარგულებაში მისი განვითარების ყოველს მონაცემ საფეხურზე, როგორც ჩანს, ენერგიის მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობა იმყოფება. საით წარიმართება ეს ენერგია, რა აქტიობის სახით გამოვლინდება იგი, ეს ჩვენს ყურადღებაზეა დამოკიდებული. მაგრამ თუ ყურადღება ჩვენი ფსიქიკური ენერგიის ამა თუ იმ მიმართულებით წარმართვას ნიშნავს, მაშინ ცხადია, რომ ყურადღების გავლენა მართლა დიდი უნდა იყოს და იგი პირველ რიგში სათანადო ფსიქიკური აქტიობის გაცხოველებაში უნდა იჩენდეს თავს.
როდესაც მხატვარი რაიმე ნაწარმოებს ქმნის, მისი მაქსიმალური ყურადღება და მისი მაქსიმალური აქტიობაც ამ ნაწარმოებისკენაა მიპყრობილი. როდესაც არქიმედი მთელი თავისი ყურადღებით თავის გეომეტრიულ ამოცანებში იყო ჩაძირული, მისი ფსიქიკა რასაკვირველია ყველაზე უფრო გაცხოველებულ მუშაობას გონებრივი ოპერაციების არეში აწარმოებდა. როდესაც ადამიანი ველოსიპედზე ჯდომას სწავლობს და დაძაბული ყურადღებით შერყეული წონასწორობის აღდგენას ცდილობს, ყველაზე უფრო გაცხოველებული აქტიობა მისი სხეულის კუნთურ სისტემაში მიმდინარეობს. ყურადღების ამ გაცხოველებული მუშაობის ბუნებრივი შედეგი ისაა, რომ აქტიობა შედარებით უფრო სწრაფად, უფრო ზუსტად, უფრო ნაყოფიერად მიმდინარეობს. რომ ავიღოთ ადამიანის ფსიქიკური აქტიობის ცალკე მიმართულებები, მისი აღქმა, მისი წარმოდგენა, მისი აზროვნება, მისი ფანტაზია, მისი გრძნობა, ჩვენ ვნახავთ, რომ ყურადღების გაცხოველებას ყველგან ეს ეფექტი ახლავს თან. ოღონდ რასაკვირველია იმ ფორმებში, რომელიც თვითეული ამ მიმართულებისთვისაა შესაფერისი. მეორე, სენსორული აქტიობა. რა გავლენას ახდენს ყურადღება ჩვენს აღქმით აქტიობაზე? ზოგადი პასუხი ჩვენ უკვე მზად გვაქვს. იგი აცხოველებს ამ აქტიობას, ესე იგი, ჩვენი სენსორული მექანიზმი ამ შემთხვევაში უფრო ენერგიულად იწყებს მუშაობას, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც ყურადღება უპირატესად სხვა მიმართულებით მოქმედებს. ამისი შედეგი ისაა, რომ უფრო მაღალი ღირსების პროდუქტებს ვღებულობთ. უფრო ნათელსა და ცხად შეგრძნებებსა და აღქმებს. ასე რომ საბოლოოდ შეიძლება ითქვას, ყურადღების გავლენა სენსორულ აქტიობაზე იმაში იჩენს თავს, რომ ჩვენი სენსორული შინაარსები, აღქმები და წარმოდგენები უფრო ნათელი და ცხადი ხდება. და მართლაც, ვინ არ იცის, რომ მეტი ყურადღებით აღქმული უფრო ნათელია, უფრო ცხადი, ვიდრე ნაკლები ყურადღებით აღქმული. ეს დებულება უფრო ზუსტად ექსპერიმენტულ პირობებში იქნა შესწავლილი. ცდისპირს ტაკისტოსკოპურად, ისე როგორც ეს ყურადღების მოცულობის ცდებში ხდება, რამდენიმე მარტივ გამღიზიანებელს აწვდიან. მან უნდა აღნიშნოს, რამდენს ელემენტს აღიქვამს მკაფიოდ. აღმოჩნდა, რომ პირველი იმ შემთხვევებში, როდესაც ცდისპირს წინასწარ აძლევს სიგნალს და მხოლოდ ამის შემდეგ ექსპოზიციას, იგი უფრო სწრაფად და უფრო სწორად ამჩნევს გამღიზიანებელთ. მეორე, ხოლო როდესაც ყურადღებას რაიმე უშლის ხელს, თქვათ, რაიმე ხელის შემშლელ გამღიზიანებელს აძლევთ ტაკისტოსკოპურთან ერთად, მაშინ იგი გაცილებით ნაკლებს ამჩნევს. ცხადია, ეს ყურადღების დასუსტების ბრალია. ვესტფალის ცდებიდან ვიცით, რომ აღქმის სიცხადის რამდენიმე საფეხური არსებობს და თითეული ეს საფეხური იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ინტენსიურ ყურადღებას აქცევს ცდისპირი ამოცანას. ამრიგად, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყურადღების გავლენა სენსორული შინაარსის სიცხადისა და სინათლის გაძლიერებაში მდგომარეობს. მესამე, ყურადღების გავლენის საკითხი სენსორული შინაარსების ინტენსიობაზე. თუ ყურადღება შეგრძნების თუ აღქმის სიცხადეს აძლიერებს, რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ იგი ინტენსიობაზეც ასეთსავე გავლენას ახდენს? მით უმეტეს, რომ სინათლე და სიცხადე ერთის მხრივ და ინტენსიობა მეორეს მხრივ შეგრძნების წმინდა რაოდენობრივ დახასიათებას იძლევა, რამდენადაც ორივე წმინდა კვანტიტეტურ ნიშნებს წარმოადგენს. ეს საკითხი ერთი იმ საკითხთაგანია, რომელთაც მე-19 საუკუნის კლასიკური ფსიქოლოგია ეგოდენი ხალისით და ენერგიით იკვლევდა. დღეს მას ძველი გაცხოველებული ინტერესის თითქმის სრულიად აღარაფერი აქვს შერჩენილი. შეგრძნების პრობლემასთან ერთად ეს საკითხიც უკანა რიგებში ჩადგა. მიუხედავად ამისა, მისი გათვალისწინება მაინც არაა ინტერესს მოკლებული, არც არსებითად და განსაკუთრებით არც ისტორიულად. შეგრძნების ინტენსიობაზე ყურადღების გამაძლიერებელი გავლენის საკითხს თითქმის ყველა დადებითად სწყვეტს. მარტო მიუნსტენბერგი იყო, რომ წინააღმდეგ საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულებისა ამტკიცებდა, ყურადღება კი არ აძლიერებს, პირიქით ასუსტებს შეგრძნებასო, მაგრამ მას მხარი ვერავინ დაუჭირა და იგი ამ აზრის ერთადერთ წარმომადგენლად დარჩა. განსხვავება ფსიქოლოგთა შორის ამ შემთხვევაში მხოლოდ ისაა, რომ ერთი ჯგუფი შეგრძნების ინტენსიობაზე ყურადღების პირდაპირ უშუალო გავლენის აზრს იცავს, ხოლო მეორე ამას უარყოფს და უფრო იმ აზრს ადგას, რომ შეგრძნების ინტენსიობა იმიტომ კი არ ძლიერდება, რომ მასზე უშუალოდ მოქმედობს ყურადღება, არამედ იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი გრძნობათა ორგანოების ადაპტაციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს და ამით შეგრძნების ინტენსიობის გაძლიერების პირობებს ქმნის. იგი მხოლოდ შუალობით ახდენს გავლენას შეგრძნების ინტენსიობაზე. პირველ აზრს განსაკუთრებით ავტორიტეტული ფსიქოლოგები იცავდნენ: ვუნდტი, გმიულერი, შტუმპფი, მეორეს ლიფსი და სხვა. საგულისხმო საბუთები იყო პირველი შეხედულების სასარგებლოდ, გმეიერისა და შტუმპფის ცდებში მიღებული. მეიერი ყურადღების დაძაბვის შედეგად იმდენად თვალსაჩინოსა და ინტენსიურ წარმოდგენას ღებულობდა, რომ ეს უკანასკნელი თავის შემდეგ ოპტიკურ კვალსაც კი სტოვებდა. ამ ფაქტიდან ასეთი დასკვნა გამომდინარეობს. თუ რომ შესაძლებელია ყურადღების ზეგავლენით წარმოდგენის ინტენსიობა აღქმის ინტენსიობის დონემდე ამაღლდეს. რამ უნდა შეუშალოს ხელი ასეთმავე ეფექტმა, რომ შეგრძნებების შემთხვევებშიც იჩინოს თავი. შტუმპფმა
დაამტკიცა, რომ ყურადღების საშუალებით შესაძლებელია სუსტ აკორდში რატონიც გინდა გააძლიერო და ამრიგად გარკვეული მელოდია მოისმინო. რაც შეეხება ძლიერ ტონებს, მათი ინტენსივობის კიდევ უფრო გაძლიერება მან ვერ შესძლო. საზოგადოდ შენიშნულია, რომ ყურადღების გავლენა სუსტი შეგრძნების ინტენსივობის მიმართ იჩენს თავს, თუმცა ზოგმა მკვლევარმა იგივე ეფექტი ძლიერი შეგრძნებების მიმართაც აღნიშნა. ბენტლი. ყველაზე უფრო უდაო საბუთს ზღურბლის შედარების ცდები იძლევა. აღმოჩნდა, რომ ყურადღების მეტი კონცენტრაციის შემთხვევაში ზღურბლი უფრო დაბალია ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც ყურადღების კონცენტრაცია ნაკლებია. ცხადია, აღქმის ინტენსივობა იმატებს. ამრიგად, საკითხი გრძნობადი შინაარსების ინტენსივობაზე ყურადღების გავლენის შესახებ დადებითად წყდება. თუ საზოგადოდ არა, სუსტი ინტენსივობის სენსორული შინაარსების შემთხვევაში მაინც. მეოთხე. ყურადღების გავლენა მოტორულ აქტივობაზე. მოტორული აქტივობის გაცხოველება, რომელსაც მოტორული ყურადღება იწვევს, თავს იჩენს მოძრაობათა გასწრაფებაში, გაძლიერებაში და გაზუსტებაში. ამის დამტკიცება ძლიერ ადვილია. პირველი, დაავალეთ ცდის პირს ფანქრის რაც შეიძლება სწრაფად კაკუნი მაგიდაზე. შეადარეთ, რამდენს შეძლებს იგი ყურადღების კონცენტრაციის შემთხვევაში და რამდენს, როდესაც მისი ყურადღების კონცენტრაციას რაიმე უშლის ხელს. ნახავთ, პირველ შემთხვევაში ეფექტი მეტი იქნება ვიდრე მეორეში. მეორე, დაავალეთ დინამომეტრზე მაქსიმალური ხელის მოჭერა პირველი ცდის ანალოგიურ პირობებში. შედეგი ასეთი იქნება: ყურადღების ზეგავლენით მოტორიკა კუნთების შეკუმშვა უფრო ინტენსიური გახდება. მესამე, დაავალეთ ცდის პირს განსაზღვრული სიგრძის ხაზების ხაზვა იმავე პირობებში და თქვენ დარწმუნდებით, რომ ყურადღების კონცენტრაციის შემთხვევაში მოტორიკა გაცილებით უფრო ზუსტია ვიდრე უამისოდ. თითქმის გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ყურადღების ასეთი გავლენა მოტორულ აქტივობაზე იმით აიხსნება, რომ როგორც დიდი ხანია ცნობილია, იგი სენსომოტორულ შეგუებას უწყობს ხელს. ეს ფაქტი ეგრეთ წოდებულ რეაქციის ცდების წარმოების დროს იქნა აღმოჩენილი. პირველად ლუდვიგ ლანგემ შეამჩნია, რომ ეგრეთ წოდებული მარტივი რეაქციის დრო ხან უფრო ხანგრძლივი იყო და ხან უფრო ხანმოკლე. აღმოჩნდა შემდეგი: ცდის პირს სიგნალს აძლევენ დავალებით, როგორც კი სიგნალს აღიქვამს, რაც შეიძლება სწრაფად დაუშვას თითი ელექტროგასაღებს, რომელიც საგანგებო დროის აღნიშნულს გრძნობიერ აპარატთან, მაგალითად ჰიპის ქრონოსკოპთან არის შეერთებული და ელექტროდენს სწყვეტს, რის გამოც აპარატის ისარი ჩერდება და უჩვენებს, რა დრო გამლო. სეკუნდების მიათასედებში ეგრეთ წოდებულ სიგნებში სიგნალის მოცემის მომენტიდან ხელის აშვებამდე, ანუ რეაქციამდე მთელს ამ დროს რეაქციის დროს უწოდებენ. გამოირკვა, რომ ყურადღების კონცენტრაცია ამოცანის მიმართ ყოველთვის თვალსაჩინოდ ამცირებს რეაქციის დროს. ლანგემ პირველმა მიაქცია ყურადღება 1898 წელს, რომ როდესაც ცდის პირი ყურადღებას სიგნალს უფრო აქცევს, ვიდრე თავის რეაქციას, რეაქციის დრო შედარებით ხანგრძლივია. სენსორული რეაქცია. ხოლო როდესაც იგი მეტი ყურადღებით თავის მოძრაობას epყრობა, არ დამაგვიანდეს, რაც შეიძლება სწრაფად ვუპასუხო, მაშინ რეაქციის დრო გაცილებით უფრო მოკლე ხდება, მოტორული რეაქცია. ეს გარემოება ნათლად გვიჩვენებს, თუ რა შეუძლია ყურადღებას. როდესაც იგი მოტორიკისკენ არის მიმართული, იგი აჩქარებს რეაქციას, რომელიც სიგნალის წინასწარ აღქმას გულისხმობს. მას შესაბამისად ხელს უწყობს სენსომოტორულ ადაპტაციას. მეხუთე. ყურადღების გავლენა მეხსიერებასა და ინტელექტუალურ ოპერაციებზე. ყურადღების გავლენა მეხსიერების აქტივობაზე ძალიან დიდია. ზოგიერთი ფორმა მეხსიერების მუშაობისა, მაგალითად უშუალო მეხსიერება, ეგოდენ მჭიდროდ არის ყურადღებასთან დაკავშირებული, რომ ძნელი გასარჩევია ყურადღების პროცესთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე თუ მეხსიერების პროცესთან. ამ მხრივ ძალიან დამახასიათებელია, რომ უშუალო მეხსიერებას გერმანელები შემჩნევის უნარსაც უწოდებენ. და მართლაც, არსებობს მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტული მასალა, რომელიც თვალსაჩინოდ ამტკიცებს, რომ უშუალო მეხსიერების ნაყოფიერება ყველაზე მეტად ყურადღებაზეა დამოკიდებული, რომლითაც დასამახსოვრებელი მასალა აღიქმება. დასამახსოვრებელი მას არის ყურადღებით აღქმას ამავე მიმართულებით მეხსიერების სხვა ფორმებისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ყურადღების გავლენა მეხსიერებაზე მარტო ამით არ ამოიწურება. აქ ჩვენ უფრო სხვა სიბრტყეში გვაინტერესებს საკითხი, სახელმწიფო რა გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტრაცია გახსენების ანუ რეპროდუქციის პროცესზე. თუ კი ყურადღების გავლენით წარმოდგენა სინათლესა და სიცხადეს იძენს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პირობებში მისი რეპროდუქცია ადვილდება და ზუსტდება. განსაკუთრებით ნათლად ჩანს ეს ნებისმიერი მოგონების შემთხვევებში. რაც შეეხება ინტელექტუალურ ოპერაციებს, დიდი ხნიდან ცნობილია, რომ ყურადღების გარეშე მათ შესახებ ლაპარაკიც ზედმეტია. ყოველი სწავლის უპირველეს პირობად იმ თავითვე სრულიად სამართლიანად ყურადღება ითვლება.
მაგრამ ექსპერიმენტული საბუთებიც არსებობს, რომელიც ამ დაკვირვების უეჭველ სისწორეს ზედმეტად ადასტურებს და აკონკრეტებს. ამათზე შეჩერება არ ღირს. აქ მხოლოდ ერთი უნდა აღინიშნოს, რაც ყურადღების ცდების მიმდინარეობაში გამოირკვა. აღმოჩნდა, რომ ყურადღების ზეგავლენით გონებრივი შრომის ნაყოფიერება იზრდება და მისი სიზუსტე მატულობს, მაგრამ სპეციალური გამოკვლევებიდან ცნობილია, რომ მუშაობის სისწრაფე და სიზუსტე ერთმანეთს საწინააღმდეგოდაა მიმართული. რაც უფრო დიდია ერთი, მით უფრო მცირეა მეორე. კროსლენდის 1924 წლის შედეგების მიხედვით, მათ შორის უარყოფითი კორელაცია არსებობს, სახელდროხ 0.47. მაშასადამე ყურადღების გავლენის გამორკვევისას გონებრივ მუშაობაზე ყოველთვის ორივე ეს ფაქტორი, სისწრაფე და სისწორე უნდა ვიქონიოთ მხედველობაში. მეექვსე. ყურადღება და გრძნობა. ტიჩენერის აზრით, გრძნობის გადაქცევა ყურადღების საგნად არ შეიძლება. ნაცვლად იმისა, რომ ყურადღების გავლენით იგი უფრო ნათელი და ინტენსიური გახდეს, პირიქით სუსტდება და ქრება. მაგალითად, ადამიანი რომ განარისხებული იყოს და ამ თავისი ემოციური მდგომარეობის ყურადღებითი ანალიზი დაიწყოს, მას გული გაუნელდება და ემოციის მას ყოველ შემთხვევაში ბევრი აღარაფერი შერჩება. ამიტომაა, რომ ტიჩენერის მიხედვით ყურადღება როგორც მხოლოდ წარმოდგენის სინათლის დონე უნდა იქნეს გაგებული. უდავოა, რომ გრძნობის მიმართ ყურადღების შესახებ იმ აზრით ლაპარაკი, რა აზრითაც შემეცნებითი პროცესების შემთხვევაში ვლაპარაკობთ, მართებული არ იქნებოდა. საქმე ისაა, რომ შემეცნებითი პროცესების შემთხვევაში, მაგალითად აღქმის დროს, ყურადღების და აღქმის აქტიობის ენერგია ერთმანეთს ემთხვევა. ყურადღება აქ აღქმის ენერგიის გაცხოველებას ნიშნავს. სხვა მდგომარეობასთან გვაქვს საქმე გრძნობის შემთხვევაში. გრძნობა, მაგალითად მწუხარება, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ რომ მისი გამომწვევი გარემოების შესახებ ვიცით რამე. თუ მიზეზი აღარაფერი გვაქვს, ისე მწუხარებას ვინ განიცდის. სანამ დედამ თავისი შვილის სიკვდილის შესახებ არაფერი იცის, მანამ იგი არავითარ მწუხარებას არ განიცდის. მას გრძნობის უშუალო წყაროს შემეცნებითი პროცესები წარმოადგენენ. იმ ობიექტურ გარემოებათა გაცნობიერება, რომელიც მას განსაზღვრავენ. როდესაც ყურადღებას სწორედ ამას ვაქცევთ გრძნობის წყაროს, ესე იგი, როდესაც გრძნობის გამომწვევ გარემოებას ნათლად ვითვალისწინებთ, მაშინ ყურადღებისა და გრძნობის ენერგია ერთმანეთს ხვდება და შედეგად გრძნობის გაძლიერებას ვღებულობთ. მაგრამ როდესაც ჩვენი ყურადღება თვითონ გრძნობაზე ჩერდება, მაშინ ამ უკანასკნელის წყაროს მისი გამომწვევი პირობების განცდას ფსიქიკური აქტივობა აკლდება. იგი სხვა მიმართულებით იწყებს მუშაობას და გასაგებია, რომ გრძნობას ვეღარ კვებავს. მაგრამ ეს მდგომარეობა სპეციფიკური კი არაა გრძნობისთვის. იგი ყველგან იჩენს თავს, სადაც კი ანალოგიურ პირობებს აქვთ ადგილი. ავიღოთ მაგალითად ცეკვა, დაკვრა ან სხვა ავტომატიზირებული მოქმედება. ცნობილია, რომ ყურადღება აქ ისევე მოქმედებს, როგორც გრძნობის შემთხვევაში. საკმარისია, რომელიმე ამ ავტომატური ქცევის დროს შენს ცალკე მოძრაობებს მიაქციოს საგანგებო ყურადღება, რომ ავტომატიზმი დაირღვეს და ცეკვა იქნება თუ დაკვრა გაგიჭირდეს. მიზეზი იგივეა, რაც გრძნობის შემთხვევაში. ავტომატურ ქცევას სხეულის საერთო მომართვა უდევს საფუძვლად და როდესაც ყურადღება ამ უკანასკნელისკენ მიპყრობილი, მაშინ ავტომატური ქცევა კარგად სრულდება. მაგრამ როდესაც ყურადღება ცალკეულ აქტებზე გადადის, მაშინ სხეულის საერთო მომართვა ავტომატური ქცევის საფუძველი ზარალდება და შედეგი ისაა, რომ ავტომატური ქცევა ირღვევა. ყურადღება და ორგანიზმი. პირველი, ყურადღება და ორგანიზმი. რასაკვირველია, არც ერთი ფსიქიკური პროცესი არ არსებობს ისეთი, რომ ორგანიზმთან განუყრელი კავშირი არ ჰქონდეს. მაგრამ ყურადღებას და გრძნობას ამ მხრივ მაინც განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. ერთისა და მეორეც ისე თვალსაჩინოდ არიან ფიზიკური ორგანიზმის მდგომარეობასთან დაკავშირებული, რომ ფსიქოლოგიაში აზრიც კი გაჩნდა ასეთი. გრძნობა არსებითად ჩვენი სხეულებრივი პროცესების ცნობიერებაში ასახვის მეტს არაფერს წარმოადგენსო, ჯემსი. ყურადღება ჩვენი ორგანიზმის მოტორული გამართულობაა და მეტი არაფერიო, რიბო. მართალია, ორივე ეს თეორიაც სამხრივია და მიუღებელი, მაგრამ გრძნობისა და ყურადღების განსაკუთრებული მდგომარეობა უდავოა. არც ერთ ფსიქიკურ პროცესს არ ახლავს სხეულის ისეთი თვალსაჩინო ცვლილებები, როგორც გრძნობასა და ყურადღებას. უდავოა, რომ ეს გარემოება ამ ფსიქიკური პროცესების თეორიული გაცნობიერებისას მხედველობიდან არ უნდა იქნეს გაშვებული. რა მთავარი სხეულებრივი ცვლილებები ახლავს თან ყურადღების მდგომარეობას? პირველი, მოტორული ცვლილებები. უწინარეს ყოვლისა ყურადღებას იპყრობს უცვლილებები, რომელნიც გრძნობის ორგანოების გამღიზიანებლებისადმი შეგუებას, ანუ ადაპტაციას განსაზღვრავენ. აკომოდაცია, კონვერგენცია, თვალის გუგის რეფლექსი, თვალების სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობა, როდესაც საქმე მხედველობითის ყურადღებას ეხება. თუ ყურადღება მხედველობითი წარმოდგენისკენაა მიმართული, მაშინ თვალი ისეთ მდგომარეობაში დგება, თითქოს რაიმე შორეულ ობიექტს ვსჭვრეტდეთ.
შესაფერისი ცვლილებები ჩნდება სხვა გრძნობის ორგანოების ადაპტაციისასაც. ჰაერის ნელის შეყნოსვა სუნის აღსაქმელად, სმენის ორგანოს დაძაბვა და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გამღიზიანებლებისადმი ადაპტაციას მარტო ეს თვით ორგანოებთან უშუალოდ დაკავშირებული ცვლილებები კი არ ქმნის, ამას ემატება შესაფერისი დაჭერა მთელი ტანის, თავის კიდურების. ყურადღების მდგომარეობას თავისებური მიმიკური ცვლილებებიც ახლავს თან. ეს ის მიმიკური მდგომარეობა, რომელიც მხედველობისთვისაა დამახასიათებელი. თვალების ძევით აწევა და უკან მიბრუნება, მათი ფართოდ გახელა, შუბლზე ჰორიზონტალური ნაოჭები, ზოგჯერ პირის ღია დატოვება. როდესაც ყურადღება თვალსაჩინოდაა დაძაბული, მაშინ სათანადო სახის გამომეტყველება ჩნდება, მაგალითად შუბლზე ვერტიკალური ნაოჭები. მაგრამ ეს მიმიკა ისე სპეციფიკური, ისე დამახასიათებელი არაა ყურადღებისთვის, როგორც ის თავისებური აქტიური უძრაობა, რომელიც ყოველს ნამდვილი ყურადღების მდგომარეობას ახლავს თან. ადამიანი თითქოს გარკვეულ მდგომარეობაში გვხვდება, მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, რომელიც განსაკუთრებით აადვილებს კონცენტრაციას. ეს უძრაობა ტონუსის ერთგვარ გაძლიერებას იცავს და როგორც აქტიური დაძაბულობა ორგანიზმს იმ გამღიზიანებლებისგან იფარავს, რომელიც ამჟამად ყურადღების საგანს არ უნდა შეადგენდნენ. მეორე, შინაგანი მოტორული პროცესები, სუნთქვა, გულისცემა, სისხლის მოძრაობა, ჯირკვლების სეკრეცია. სხეულის უძრაობა გავლენას ახდენს სუნთქვაზე. ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც ყურადღება განსაკუთრებით ძლიერია, სუნთქვა ერთხანს სრულიად ჩერდება. მაგრამ როგორც მაკ დაუგოლმა ნათელ ჰყო, ეს სიმპტომი უფრო სენსორული ყურადღებისთვის უნდა იყოს დამახასიათებელი. ინტელექტუალურ ყურადღებას უფრო სწრაფი სუნთქვა ახასიათებს. იგი ზერელია და ზოგჯერ უწესრიგო, ამიტომ დრო გამოშვებით ღრმა ამოსუნთქვა ხდება ხოლმე აუცილებელი. გულისცემა დასაწყისში ნელდება, მაგრამ შემდეგ ჩქარდება. ალბათ ამით აიხსნება, რომ ყურადღების დამახასიათებლად ზოგი ავტორი გულისცემის შენელებას სთვლის, მოიმანი და ზოგი მის აჩქარებას, ბინე მაკ დაუგოლი. რაც შეეხება სისხლის მოძრაობას, ყურადღების მიმართაც ძალაში რჩება ის ზოგადი ფიზიოლოგიური დებულება, რომლის მიხედვითაც ორგანიზმის ის ნაწილი უფრო ჭარბად მარაგდება სისხლით, რომელიც უფრო აქტიურ მდგომარეობაში იმყოფება. სახელდობრა აღმოჩნდა, რომ ყურადღების მდგომარეობაში როგორც წესი კიდურებზე სისხლის ძარღვების შევიწროება ხდება, ხოლო ტვინში პირიქით მათი თვალსაჩინო გაფართოება. ეს დაკვირვება კარგად ეთანხმება იმ ფაქტს, რომ ყურადღების დროს ტვინი განსაკუთრებით აქტიურ მდგომარეობაში იმყოფება. დასასრულ, როგორც ჩანს, ყურადღება ჯირკვლოვანი სისტემის მუშაობასთანაცაა დაკავშირებული. ყოველ შემთხვევაში, ბლონსკის გამოკვლევის მიხედვით 1929 წელს, ყურადღება ნერწყვის ალკალიურობაზე მაინც უეჭველ გავლენას ახდენს. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, სენსომოტორული და ინტელექტუალური აქტივობა ერთგვარ ანტაგონიზმში იმყოფება მომნელებელი ორგანოების, კერძოდ კუჭის სეკრეტორულ აქტივობასთან. მესამე, ყურადღება და ცენტრალური ნერვული სისტემა. დომინანტის თეორია, რომ ყურადღების პროცესს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში თავისი საფუძველი აქვს, ამაში ეჭვი არავის შეაქვს. ამიტომ დიდი ხანია, რომ ფსიქოლოგია ამ საფუძვლების ნათელყოფის საკითხით არის დაინტერესებული. სხვადასხვა ფიზიოლოგიურ თეორიათა შორის, რომელიც დღემდეა ცნობილი, განსაკუთრებული ყურადღება ეგრეთ წოდებულ დომინანტის თეორიამ დაიმსახურა. ეს თეორია საბჭოთა ფიზიოლოგიის უხტომსკის მიერაა შემუშავებული და მისი ძირითადი აზრი შემდეგნაირად უნდა წარმოვიდგინოთ. ნერვულ სისტემაზე ყოველ მონაცემ მომენტს გარე აგენტების, ეგრეთ წოდებულ გამღიზიანებლების უთვალავი რაოდენობა მოქმედებს და სათანადო ცენტრებში შესატყვის აგზნებას იწვევს. მაგრამ შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ აგზნების ყველა ამ კერას ერთნაირი მნიშვნელობა აქვს. არა, ყოველს მონაცემ მომენტში რომელიმე ერთი აგზნების კერა არსებობს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი გამღიზიანებლის ზემოქმედების შედეგად ჩნდება და რომელიც ამიტომ ყველაზე უფრო ინტენსიური აგზნების კერად შეიძლება ჩაითვალოს. იგი გაბატონებულ კერად დომინანტად იქცევა, რაც იმაში იჩენს თავს, რომ როდესაც სხვა გამღიზიანებლები შესაფერის კერებში აგზნებას იწვევენ, ეს უკანასკნელი იმ წამსვე გაბატონებულ კერაში გადადის. აგზნების დომინანტური კერა, როგორც ეს ჯერ კიდევ პავლოვმა დაამტკიცა, თავისკენ იზიდავს ყველა შედარებით სუსტ აგზნებას, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა პუნქტებში ჩნდება და ამრიგად მათ ხარჯზე კიდევ უფრო ინტენსიური ხდება. ამის ექსპერიმენტულ საბუთს შემდეგი დაკვირვება იძლევა. გაზაფხულზე ბაყაყს სქესობრივი აგზნებულობის კერა აქვს დომინანტური. ეს იქიდან ჩანს, რომ იგი ძლიერს მოხვების რეფლექსს გვაძლევს. სქესობრივად აგზნებულ ბაყაყს, რომ გულმკერდის არეზე ჯოხი მიადო, იგი მოეხვევა მას. თქვათ ეხლა რაიმე სხვა გამღიზიანებელი ამოქმედეთ მასზე.
ისეთი რამ მას სქესობრივი აგზნებულობის კერასთან არაფერი ჰქონდეს საერთო. მაგალითად, ზურგზე შეეხეთ მას, ან ელექტროდენია აამოქმედეთ, ან რაიმენაირად სხვაგვარად გააღიზიანეთ. ეფექტი აქაც იგივე იქნება. მოხვევის რეფლექსი გაძლიერდება. ცხადია, შეხებითი გაღიზიანების შედეგად აღმოცნებული აგზნება თავის პირველად ცენტრში კი არ დარჩენილა, არამედ მოხვევის რეფლექსის კერას შეერთებია და გაუძლიერებია იგი. ამით აიხსნება, რომ შეხებითი გაღიზიანების შედეგად ჩვეულებრივი თავდაცვითი რეფლექსის ნაცვლად მოხვევის რეფლექსის გაძლიერება მივიღეთ. ამრიგად, ყოველს მონაცემ მომენტში ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ერთი კერაა გაბატონებული, რომელიც სხვა პუნქტებში აღმოცენებულ აგზნებას თავისკენ იზიდავს და ამით კიდევ უფრო ძლიერდება. ეს გარემოება საკმაოდ კარგად ეთანხმება ყურადღების ფსიქოლოგიაში დადასტურებულს ორს ფენომენს. ერთის მხრივ იმას, რომ ყურადღებას ყოველთვის გარკვეული შინაარსი აქვს, რომ მისი მოცულობა განსაზღვრულია და მეორეს მხრივ იმას, რომ ზოგიერთი უცხო გამღიზიანებელი ხელს კი არ უშლის, არამედ ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციას. უხტომსკის მიხედვით, შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ დომინანტა ცენტრალური ნერვული სისტემის ერთს ტოპოგრაფიულად განსაზღვრულ წერტილს წარმოადგენს. არა, იგი ნერვული სისტემის სხვადასხვა სართულსა და ნაწილში თავისა და ზურგის ტვინსა და ვეგეტატური სისტემის სხვადასხვა ადგილას განაწილებული მაღალი აგზნებულობის მხოლოდ ცენტრების კომპლექსის სახით უნდა წარმოვიდგინოთ. აქედან გასაგები გახდება ის ფაქტი, რომ ყურადღების პროცესში მთელი სხეულია ჩართული. არა მარტო მისი მოტორული სისტემა, არამედ ის პროცესების, რომელთაც ვეგეტატური ნერვული სისტემა წარმართავს, სუნთქვა, გულისცემა, სისხლის მიმოქცევა და სხვა. შეცდომა იქნებოდა იმის ფიქრით, თითქოს დომინანტა ერთხელ და სამუდამოდ იყოს განსაზღვრული. არა, დომინანტა იცვლება და ამის და მიხედვით მთელი სხეულის გამართულობა და ფსიქიკის შინაარსიც სხვაგვარი ხდება. ასეთია ის ფიზიოლოგიური საფუძვლები, რომელზედაც ჩვენი ყურადღების აქტები აიგება. ყურადღების პათოლოგია. პირველი, ცნობიერების სინათლის პათოლოგიური დაქვეითება. ნორმალურ ცნობიერებას ყოველთვის სინათლის ერთი და იგივე დონე როდი ახასიათებს. ვესტფალის ცდების მიხედვით 4 საფეხური მაინც უნდა იქნეს ამ შემთხვევაში ურთიერთისგან განსხვავებული. პირველი, უბრალო მოცემულობის საფეხური, მეორე, შემჩნევის საფეხური, მესამე, პოტენციალური ცოდნისა და მეოთხე, გამოთქმული ცოდნის, ანუ დადასტურების საფეხური. მაგრამ ამ საფეხურებში პათოლოგიური არაფერია. პათოლოგიასთან მხოლოდ მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც შთაბეჭდილების მიწოდების ოპტიმალური პირობების მიუხედავად ცნობიერება მაინც დაბალ დონეს ვერ შორდება. განასხვავებენ ცნობიერების ამღვრევას და დაბინდულ ცნობიერებას. შეიძლება ცნობიერების დაქვეითება უმნიშვნელო იყოს და წარმავალი, როგორც ეს ეპილეფსიისა და ჰისტერიის შემთხვევაში ხდება, და შეიძლება იგი ღრმა იყოს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში განსასხვავებენ ეგრეთ წოდებულ somnolence, როდესაც ბოლოს და ბოლოს ენერგიული შეკითხვის საშუალებით ავადმყოფის ყურადღების აღძვრა მაინც ხერხდება. სოპორს, როდესაც ავადმყოფი ნახევრად მთვლემარე მდგომარეობაში აქვს ცნობად შთაბეჭდილებებზე რეაქციას არ იძლევა, მაგრამ ადვილად შეიძლება გამოაღვიძო. აქვს ერთგვარი, თუმცა ბუნდოვანი წარმოდგენა თუ სად იმყოფება. ჰოსა და არას გიპასუხებს, მაგრამ როგორც კი თავს დაანებებ, ხელახლა თავის თვლემას უბრუნდება. გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობას წარმოადგენს სტუპორი, როდესაც დაელაპარაკები ავადმყოფი გაჭირვებით თვალებს ახელს, მაგრამ არაფერი ესმის და ვერაფერში ერკვევა. ყლაპვა ჯერ კიდევ შეუძლია, შერჩენილი აქვს თვალის მოძრაობა სინათლის მიმართულებით. ამაზე უარესი მდგომარეობაა კომა, სადაც ცნობიერების კვალიც აღარცად ჩანს. ავადმყოფს ყლაპვის რეფლექსი აღარ აქვს, არც თვალის გუგის რეფლექსი. ზოგჯერ ასეთი მდგომარეობა ერთბაშად იწყება და ხანგრძლივად გრძელდება. მაშინ ამას აპოპლექსიას უწოდებენ. მეორე, ყურადღების აშლილობის ტიპები. ყველა ეს ფორმა ცნობიერების მთლიან მდგომარეობას ახასიათებს, მაგრამ არის ყურადღების ნაწილობრივი აშლილობის შემთხვევებიც. კრეპელინი შემდეგ ფორმებს განასხვავებს. პირველი, ყურადღების დაჩლუნგება. ავადმყოფი არაფერს არ აქცევს გარემოში ყურადღებას, არაფერი არ აღზრავს მოგონებას, არაფერი არ იწვევს ინტერესს. მეორე, ყურადღების ჩარაზვა. სპერანგ. ავადმყოფს ყველაფერი კარგად ესმის, მაგრამ რაზედაც მიუთითებთ, არაფერს არ აქცევს ყურადღებას. მას არ უნდა ვინმე რაიმე გავლენას ახდენდეს მასზე და ამიტომაა თქვენს კითხვებს უპასუხოთ სტოვებს. მესამე, ყურადღების შეფერხება. ყურადღების გარე ნიშნები ყველაფერი მოცემულია, მაგრამ არა ნორმალურად დიდმა დრომ უნდა განლოს, რომ ავადმყოფმა, რაც უთხარით, გაიგოს. როგორც ჩანს, მას ყურადღების დროითი მომენტი აქვს დაზიანებული.
მეოთხე, ყურადღების გარე გაღიზიანებებით განსაზღვრულობა. ავადმყოფის ყურადღებას ყოველი ახალი გაღიზიანება იწვევს, ჰიპერდინამიკური ყურადღება. მეხუთე, გარეგნულად ასეთივე ეფექტი გვაქვს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ავადმყოფის ყურადღება არანორმალურად ადვილად გადადის საგნიდან საგანზე, უბრალოდ იმის გამო, რომ საგანი ღრმად ვერ მოქმედობს ცნობიერებაზე, როგორც ეს მაგალითად დაღლილობის დროს ხდება ხოლმე. ასეთ შემთხვევაში არანორმალურად გაძლიერებულ დაბნეულობასთან გვაქვს საქმე. მესამე, ცნობიერების დავიწროება. განსაკუთრებით ხშირად ცნობიერების პათოლოგიური დავიწროება ჰისტერიის დროს გვხვდება. ჟანე მოგვითხრობს თავისი ახლა უკვე სახელგანთქმულის პაციენტი ქალის ლუსის შესახებ. როდესაც ლუსი ვისმე ესაუბრება, სხვა ვეღარაფერს ამჩნევს. შეგიძლიათ მას ხმამაღლა დაუძახოთ, ყურში ჩასწახოთ. სულ ერთია, მაინც ვერაფერს გააგონებთ. იმავე ჟანეს მიხედვით არსებობს მდგომარეობა, ეგრეთ წოდებული კატალეფსია, როდესაც ცნობიერების შინაარსი მარტო ერთი წარმოდგენით განისაზღვრება. ძალიან საინტერესოა შემდეგი შემთხვევა. ავადმყოფს მშვენივრად შეუძლია ერთი ობიექტის ყურადღებით ჭრედა, მაგრამ მხოლოდ ერთის. მეორეს ამ დროს ის სრულად ვეღარ ამჩნევს. მას მშვენივრად შეუძლია ერთი თვალის გადავლებით ადამიანის ფიგურის აღწერა. დაგისახელებთ ტანის სამოსის ფერს, სიდიდეს და სხვა. მაგრამ ასეთი ცდა რომ დააყენოთ, მიაწოდოთ ქინძის თავით და იქვე გვერდით 5 სანტიმეტრის დაშორებით ანთებული სანთელი, საოცარ შედეგს მიიღებთ. როდესაც იგი ქინძის თავს ხედავს, სანთელს სრულად ვეღარ ამჩნევს და პირიქით. ყურადღების განვითარება ონტოგენეზში. ისე როგორც სხვა ფსიქიკური ფუნქციების განვითარების ისტორიაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ყურადღების ონტოგენეზშიც უთუოდ იმ მომენტს აქვს, როდესაც მოზარდი თავის ყურადღებას იმ დამოკიდებულებებისგან ათავისუფლებს, რომელშიც იგი მასზე შემთხვევით მოქმედი გამღიზიანებლების მიმართ იმყოფებოდა და მის წარმართვას თვითონ იწყებს. ყურადღების განვითარების ისტორიის ცენტრალურ ფაქტს ნებისმიერის, გაშუალებული ყურადღების დაბადების აქტი შეადგენს. ლეონტიევის შედეგების მიხედვით ნებისმიერი ყურადღების ელემენტების სკოლის წინარე ასაკშიც გვხვდება, მაგრამ ჭეშმარიტად ნებისმიერად იგი მხოლოდ მას შემდეგ იქცევა, რაც მოზარდი მისი ორგანიზაციის მოწესრიგების ხერხებს დაეუფლება. ეს კი მხოლოდ სასკოლო ასაკში ხდება და 11-12 წლის მოწაფე თავისი ნებისმიერი ყურადღების განვითარების უკვე მაღალ საფეხურზე დგას. ამიტომ სკოლის წინარე ასაკი ყურადღების განვითარების ისტორიაშიც მკვეთრად გამოეყოფა მოზარდის ცხოვრების შემდგომ პერიოდს. პირველი, ყურადღების მოცულობა. როდესაც ადრეული ასაკის ბავშვის აღქმას ან მეხსიერებას ვეცნობოდით, ჩვენ დავწმუნდით, რომ ამ ასაკის ბავშვის ცნობიერებას ჯერ კიდევ დიფუზიურობა ახასიათებს. თავისთავად იგულისხმება, რომ ეს გარემოება თავისებურ გავლენას ახდენს მის ყურადღებაზეც. ადრეული ასაკის ბავშვისთვის ჩვეულებრივ სრულიად შეუძლებელია, რომ მან რაიმე რთული ობიექტის სხვადასხვა მხარეები, როგორც ერთი საგნის ნიშნები, თავისი ყურადღების საგნად აქციოს. მის ყურადღებას ობიექტის თითეული ცალკე მხარე იტაცებს, სწორედ ისე, როგორც ზემოაღწევილ ყურადღების შევიწროების შემთხვევაში პაციენტის ყურადღებას თითეული ცალკე საგანი იპყრობს. სხვა მხარეებს მაშინ იგი ვერ ხედავს და ამიტომ საგანი მისთვის მარტო ერთი ნიშნით არის წარმოდგენილი, იმ ნიშნით, რომელიც მათ მისი ყურადღება მიიპყრო. ბავშვის ყურადღების მოცულობის სივიწროვე, რომლის კლასიკური აღწერა ჯერ კიდევ მოიმანმა მოგვცა, უნდა ვიფიქროთ. აქედან ცნობიერების დიფუზიურობიდან გამომდინარეობს. ბავშვის ცნობიერებისთვის ჯერ კიდევ უცხოა მთლიანში სიმრავლის დანახვის უნარი. ამიტომ მისთვის ყველა მონაცემ მომენტში მხოლოდ ცალ-ცალკე ობიექტები და მოვლენები არსებობენ, რომელთა შეკავშირება რაიმე რთულ მთელში გაერთიანება მან ჯერ კიდევ არ იცის. ამიტომ რომ ბავშვი ერთს რომ აპყრობს თავის ყურადღებას, მეორე მისთვის აღარ არსებობს. ამიტომ როგორც ამბობდა მოიმანი, ბავშვს რომ ცალ ხელში სათამაშო ჰქონდეს და მეორეში სხვა სათამაშო მისცე, პირველს ხელიდან გააგდებს, როდესაც ერთს ხედავს, მეორე სრულიად ქრება მისთვის. თავისთავად იგულისხმება, რომ განვითარების ამ საფეხურზე მხოლოდ სენსორულისა და მოტორულის ყურადღების შესახებ შეიძლება ლაპარაკი, ინტელექტუალური ყურადღება ჯერ კიდევ უცხოა ბავშვისთვის. მეორე, ყურადღების კონცენტრაცია. მაგრამ ხომ არ შეიძლება ითქვას, რომ რა კი ბავშვის ყურადღების მოცულობა ეგოდენ განსაზღვრულია, მისი კონცენტრაციის უნარი უნდა იყოს დიდი? ჩვენ ხომ დავწმუნდით, რომ განსაზღვრულ ფარგლებში ყურადღების კონცენტრაცია მით უფრო დიდია, რაც უფრო ვიწროა მისი მოცულობა. მაგრამ სრულიად სამართლიანად აღნიშნავს მოიმანი, რომ ამ შემთხვევაში ბავშვის ყურადღების ძლიერებასთან კი არა სისუსტესთან გვაქვს საქმე. ბავშვის ყურადღების კონცენტრაციის დონის სიმაღლეზე ლაპარაკი არ შეიძლება.
მას კონცენტრაციაზე უფრო განსაზღვრული აზრით დისტრიბუცია ახასიათებს. იმ გამოკვლევების მიხედვით, რომელიც ბავშვის ყურადღების კონცენტრაციას ეხება, ბეილ, კოლანდერ, შეიძლება ითქვას, რომ განვითარების გზაზე ერთი ნახტომი მე-4-მე-5 წელში კეთდება და მეორე მე-10-მე-11-ში. პირველი პერიოდი 6-4 წლამდე კონცენტრაციის უნარის მაქსიმალური სისუსტით ხასიათდება. მეორე პერიოდში 4-5-დან 9-10 წლამდე ეს უნარი შედარებით მაღალია. იმდენად მაღალი, რომ მაგალითად მე-10 წელში საკმაოდ თვალსაჩინო წარმატებას აღწევს. ხოლო შემდეგ მე-11-დან მე-14 წლამდე თავის განვითარების უმაღლეს დონეზე დგას. ეს გარდატეხა კონცენტრაციის განვითარების გზაზე, რომელიც მე-11-მე-12 წელში ხდება, მშვენივრად ეთანხმება იმ მონაცემებს, რომელიც მოზარდის ნებისმიერი ყურადღების განვითარების შესახებ სწორედ ამ ასაკობრივ საფეხურზეა დადასტურებული. საყურადღებოა, რომ სქესობრივი მომწიფების პერიოდში მე-14-მე-15 წლებში მოზარდის ყურადღების კონცენტრაცია ხელახლა ქვეითდება, რათა შემდეგ მე-16 წლიდან ხელახლა მაღალი მაჩვენებელი მოგვცეს. მესამე, ყურადღების დინამიკურობა. მოიმანე ბავშვის ყურადღების ერთ-ერთ თავისებურებას მის დინამიკურობაში სჭვრეთს. ესეც ბავშვის სისუსტის წყაროდან გამომდინარეობს. მას შინად წარმომართველი ძალა აკლია. იგი გარემოების განუსაზღვრელი გავლენის ქვეშ იმყოფება. ამიტომ მისი ყურადღება დიდხანს ვერ სძლებს ერთი და იმავე მიმართულებით. ბავშვის ყურადღებას ახალ-ახალი იმპულსი ესაჭიროება. ეს პირველი სასკოლო ასაკის ბავშვის ყურადღების შესახებაც კი ითქმის. მით უმეტეს უნდა ითქვას, ეს სკოლის წინარე ასაკის ბავშვის ყურადღების შესახებ. სამწუხაროდ ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ სკოლის წინარე ასაკის ბავშვის შესახებ ვიცით, თუ რამდენად გამძლეა მისი ყურადღება. ბეირლი საგანგებოდ სწავლობდა, რამდენ ხანს გრძელდება ბავშვის თამაში ადრეული ბავშვობის სხვადასხვა საფეხურზე და მისი კონსტანტობის დონის შესახებ აქედან დაასკვნიდა. მან ნათლად გვიჩვენა, რომ ბავშვის ყურადღება 4 წლამდე მაქსიმალურად დინამიკურია. ამ ასაკობრივ საფეხურზე ბავშვის ყურადღების განვითარების მიმდინარეობაში თვალსაჩინო ცვლილება ხდება და მის შემდეგ 6 წლამდე ყოველ შემთხვევაში იგი ისევ სწრაფი ტემპით მიიწევს წინ. ასე რომ სკოლის პერიოდის დასაწყისისთვის უკვე იმდენად მაღალ საფეხურზე დგას, რომ საინტერესო ობიექტზე ყურადღების შეჩერება საათნახევარზე მეტ ხანს შეუძლია. ბეილის მიხედვით 96.6 წუთამდე. მაგრამ ნამდვილი სტატიკური ყურადღების შესახებ რომ თქვას კაცმა, ჯერჯერობით არც კი შეიძლება ლაპარაკი. საქმე ისაა, რომ ბავშვი ამდენ ხანს ჯერ მხოლოდ საინტერესო საქმიანობაზე, განსაკუთრებით თამაშზე აჩერებს ყურადღებას. ხოლო რაც შეეხება იმას, რაც მისთვის უშუალო ინტერესს არ წარმოადგენს, აქ იგი ისევე უმწევა, როგორც 2-3 წლის ბავშვის საინტერესო თამაშის დროს. მხოლოდ სასკოლო ასაკში ეჩვევა იგი თანდათანობით ყურადღების ხანგრძლივად არა უშუალოდ საინტერესო საგნებზე შეჩერებას. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქ რასაკვირველია ერთის მხრივ ბავშვის ინტერესს და ჰორიზონტის გაფართოებას აქვს და მეორეს მხრივ მისი ნებისყოფის განვითარებას.